გამარჯობა, ეს არის ცოდნის მოყვარე პოდკასტი. დღეს არის ოთხშაბათი. დაგირბუნდით, რა თქმა უნდა, პოდკასტ არიადან და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე და ისეთი განხილვა იქნება ამ თემის, რომელიც მგონია, რომ ამ პოდკასტში არ ყოფილა და ჩემთვისაც გახარებული ვარ და ველოდები, როდის დავიწყებთ საუბარს. სანამ სტუმარს გაგაცნობთ, მინდა რომ ესეთი რაღაც გთხოვოთ. ეპიზოდებს ბევრი ნახვა აქვს, როგორც წესი და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. ასევე, როდესაც ნახულობთ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თუ ვიდეოს მოიწონებთ, იმიტომ რომ ეს ეხმარება ვიდეოს გავრცელებაში და ბევრი ადამიანის ყურამდე და თვალამდე მიდის, ამიტომ გთხოვთ, რომ ყურებისას არ დაიზაროთ და მოიწონოთ ვიდეო. და ასევე თქვენ იცით, რომ ჩვენ ერთად ვქმნით ამ პოდკასტს და პოდკასტის გამოწერა YouTube-ზე და Spotify-ზე არის ძალიან მნიშვნელოვანი და გთხოვთ ასევე ესეც არ დაიზაროთ. ეს პატარა შესავალი, ეხლა გაგაცნობთ ჩემს სტუმარს, ჩემი სტუმარი არის მაია ცირამოა. გამარჯობა, გალბატონო მაია. ვინც არ იცნობთ გალბატონო მაიას, მაია არის ფსიქოთერაპევტი, კლინიკური სუპერვიზორი. ეს ხანდახან სიტყვები მეშლება ხოლმე. და არის მწერალი, მას აქვს დაწერილი 2 წიგნი და გირჩევთ რომ წაიკითხოთ, მონახოთ და მიიღოთ სიამოვნება. გამარჯობა. გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის. გალბატონო მაია, დღეს ჩვენ როგორც ანონსე, ესე ვთქვათ, წინა სიტყვაში ვთქვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემას ვეხებით. ისეთ, რომელსაც რაღაცნაირად განხილვა ამ სიღრმეებში არ ჩადიან ხოლმე ადამიანები. და ჩვენ შევთანხმდით, რომ რაღაც ესე მარტივად დავიწყებდით ამ საუბარს, მაგრამ დიდ სიღრმეებში ჩავალთ. რა ქმნის ადამიანად, მის ცნობიერს თუ ქვეცნობიერს, საერთოდ როცა ევლინება და სანამ მოევლინება ამ სამყაროში. ხო, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როცა თქვი, რომ სანამ მოევლინება, იმიტომ რომ ადამიანის ბიოგრაფია არ იწყება დაბადების მომენტიდან, ბევრად უფრო ადრე იწყება, ეს არ არის მისტიკა, ეს არის მეცნიერება და არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ვიაზრებ მე როგორც ადამიანი ჩემს ცხოვრებას, ჩემს ადგილს ამ სამყაროში, აი ამ ბიოგრაფიაზე, ჩემს ბიოგრაფიაზე მქონდეს წვდომა და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია სპეციალისტისთვის, როცა ჩვენთან მოდის ადამიანი, შენ ეს ადამიანი გაინტერესებს არა კონკრეტულად, ლოკალურად, იმ მომენტში, იმ სიმპტომით, არამედ აი ამ სიმპტომის ადგილით თელმის ბიოგრაფიაში. ეხლა სანამ დავიწყებდით, გამახსენდა ჩემმა უმცროსმა შვილმა ერთხელ მკითხა, პატარა იყო ძალიან, აი მასაკში როცა კითხვებს სვამენ ძალიან ფილოსოფიურს, რომ სად არის ადამიანი სანამ გაჩნდება. ხო და ძალიან რთული ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. თუმცა მე ახლა არ ვცდილობ რომ მას უპასუხო და ვერც უპასუხებ, მაგრამ ადამიანი არის იქამდე სანამ გაჩნდება, არის იმ სისტემაში, რომელშიც ის ჩნდება და არის იმ გადაწყვეტილებაში, რომელსაც იღებს ორი ადამიანი, ხო, რომ ის უნდა მოევლინოს ამ სამყაროს. ამიტომ მე მინდა რომ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან ასპექტზე გავამახვილო ყურადღება, რა გავლენას ახდენს ჩვენზე აი ეს პერიოდი ჩასახვის მომენტიდან ვიდრე დაბადებიდან 3 თვემდე, 6 თვემდე, რა ხდება ჩვენში, ან რა გავლენას ახდენს ჩვენზე აი ეს კოლექტიურ არაცნობიერად წოდებული, აი ეს გამოცდილებები, რომელიც აქვს სისტემა, სადაც მე ვიბადები, ქვეყანა, სადაც მე ვიბადები, სამყარო, სადაც მე ვიბადები, ხო? როგორ ანარეკლებს პოულობს ეს ადამიანში. ეხლა როგორ მინდა დავიწყო, ხო, რა არის ადამიანისთვის, ძალიან ბევრი რამეა მთავარი, მაგრამ მისი ფუნქციონირებისთვის მთავარია, რომ მას კონდეს გარკვეული წარმოდგენა, აი ესეთი ეგზისტენციალური ცოდნა საკუთარი თავის შესახებ და გარკვეული მიმართება, ხო? აი როგორი ვარ მე, როგორია ეს ადგილი სამყაროში, ჩემი ადგილი,
როგორები არიან სხვა ადამიანები, ზოგადად როგორია ეს სამყარო, ხო, რაც ქმნის ჩვენს ფასეულობათა სისტემას, ჩვენს წარმოდგენებს საკუთარ თავზე, სხვა ადამიანს. რამდენად შემიძლია რომ დავინახო სხვა ადამიანი. ძალიან საინტერესო მომენტია ეს, იმიტომ რომ მე ძალიან ხშირად ვაწყდები ჩემს პრაქტიკაში, როდესაც არის ურთიერთობაში პრობლემა და ამ პრობლემის უკან დგას ის, რომ ადამიანს არ აქვს უნარი მეორე ადამიანი დაინახოს, აი როგორც ვიზუალურად, ფიზიკურად, ასევე შინაგანად, ამას თავისი ახსნა აქვს, ამას თავისი წინაპირობები აქვს, ხო? ანუ ეს ჩვენი ბაზისური წარმოდგენები, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორია ჩემი თვითრეგულირების სისტემა, როგორ მოძრაობ მე ამ სამყაროში, როგორი ნავიგაცია მაქვს, მოკლედ ასე რომ ვთქვათ, ხო? აი რომ წარმოვიდგინოთ ცხოვრება როგორც ზღვის ტალღები, ხო? მე რა ტიპი ვარ? მე ესე იგი ამ ტალღებს როგორც სელფინგის დროს ავყვები, ჩავყვები, თუ პირიქით რაღაც ისეთ მოძრაობებს ვაკეთებ, რომ ეს ტალღა ქვეშ მომიქცევს და ძალას გამომაცლის, ან ზედმეტ ომში შემიყვანს ტალღებთან და ამითაც ძალას გამომაცლის, ხო? ანუ ნავიგაციას როგორ ვაკეთებ მე სამყაროში, რაც ძალიან არის კავშირში აი ნერვულ სისტემასთან, ჩვენს ფუნქციონირებასთან, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რა დავისწავლე მე, როცა მოვედი ამ სამყაროში. შემთთვის მოსვლა არ არის, როგორც უკვე გითხარით, დაბადების მომენტიდან, ანუ ეს არის ჩასახვის მომენტიდან, ხო? რა დავისწავლე, რა მაჩვენეს იმ ადამიანებმა, რა დამოკიდებ, როგორი მასპინძლები აღმოჩნდნენ ისინი, როგორი მასპინძელი იყო დედაჩემი, როცა მე მუცელში აი ამ პატარა სამყაროში ვცხოვრობდი და აი მე როცა გავჩდი, როგორი მასპინძლობა გამიწიეს მან. ანუ აქ მეცნიერულად რომ ვთქვათ, მიჯაჭვულობის გავლენაზე მინდა რომ ვისაუბრო. ანუ ეს სამი ძირითადი ფაქტორია, რომელიც მერე ძალიან ბევრ რამეს განსაზღვრავს, ხო? მოდით დავიწყოთ მუცლად ყოფნის პერიოდიდან, ხო? ესე იგი, მე ვარ სხეული და მე ეს სხეული არის გარკვეულ სამყაროში, ხო? და როგორი იქნება ეს სხეული? აი რამდენად ექნება სხეულს განცდა, იმპლიციტური განცდა, რომ აქვს არსებობის უფლება. ეს არის ძალიან დიდად დამოკიდებული სწორედ აი მუცლად ყოფნის პერიოდზე. და ეს არ არის რაღაცა ესეთი აბსტრაქტული რამე, რასაც ვამბობ, ძალიან ბიოლოგიურია და ძალიან არის დაკავშირებული ჩვენი განვითარების სტადიებთან, ასე ვთქვათ. აი მაგალითად მესამე კვირიდან უკვე ჩდება პირველი ნერვული მოცემულობა ჩანასახში, ხო? და ძალიან დიდი მნიშვნელობა. აი მაგალითად რეპტილური ტვინი, რომელიც ჩვენი გადარჩენის სისტემაა, ხო, რომელიც ჩვენ საერთო გვაქვს დაბალ განვითარებულ ცხოველებთან, სადაც არის ჩვენი რეფლექსები, სადაც არის ჩვენი ინსტინქტები, აი ზუსტად აი ამ მუცლად ყოფნის პერიოდში, აი ზუსტად მესამე კვირიდან ნელა ყალიბდება და სადღაც პირველი ტრიმესტრის ბოლოს, მეორე უკვე ეს რაღაც გარკვეული სახით არსებობს. ასევე მუცლად ყოფნის პერიოდში ყალიბდება ეგრეთ წოდებული ლიმბური სისტემა, ანუ ძუძუმწოვარა ტვინი, რომელიც საერთო გვაქვს ჩვენ ძუძუმწოვრებთან, რომელსაც ემოციურ ტვინს ეძახიან და ეს ჩვენი ემოციების სახლია, ასე ვთქვათ, ამიგდალა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი, ხა არ მინდა რომ ვინმე დაიბნეს, მე ყველაფერს გავმართავ რა არის, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი ფუნქციონირების არის საფრთხის იდენტიფიკატორი. ანუ ეს არის სიგნალიზაცია, მანქანას ხო აქვს სიგნალიზაცია. აი ეს ირთვება ეს უბანი თავის ტვინში, როგორც კი ადამიანი საფრთხეში გრძნობს თავს და ამიგდალას ჩამოყალიბება, ზუსტადაც რომ ამ პერიოდში ხდება. ანუ მთავარი თვითრეგულირების სისტემის მექანიზმები უკვე არსებობს მუცლად ყოფნის პერიოდში. ამიტომ ადამიანის
ისტორია იწერება. ერთ-ერთი ნაწილი ზუსტად აი ჩასახვის მომენტიდან იწყება. ეხლა მოდი ვნახოთ რა სცენარები შეიძლება არსებობდეს და აი ამ სცენარებმა რა გავლენა შეიძლება მოახდინოს დაუშვათ იგივე აი ამ პირველადი ჩანასახოვანი ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი თავის ტვინის უბნების ჩამოყალიბებაში, ხო? ავიღოთ სცენარი ნომერი 1. ეს ადამიანის ბიოგრაფია, ხო, ისტორია. მაგალითად, იყო ორი შეყვარებული ადამიანი, ახალგაზრდები იყვნენ და მოხდა ჩასახვა. ბავშვის რამაც ძალიან დიდი შიში გამოიწვია და შესაბამისად არასასურველი აღმოჩნდა ეს ორსულობა. ანუ დაუგეგმავი, ორივე ხო? დაუგეგმავი, არასასურველი, მზად არ ვარ ამისთვის, არ მინდა, ემოციურად არ მინდა, ფიზიკურად არა ვარ მზად და აი ასეთ გარემოში ჩდება, ასე ვთქვათ, ეს არის ერთი ისტორია, არასასურველი ნაყოფი. ან დაუშვათ, იყო ოჯახში 5-6 შვილი და მეშვიდე ისევ, ხო, და არ არის სასურველი. დიდი დაბნეულობა მოაქვს ამას, დიდი სტრესი მოაქვს ამას და ასე ვთქვათ, ეს ერთი ამბავია, ხო, როდესაც არ არის მზად დედა და მარტო დედა არა, იმიტომ რომ ბავშვს უკვე გარკვეული მუცლადყოფნის პერიოდში, გარკვეული პერიოდიდან გარემოს აღქმის, გარემოდან სიგნალების მიღების შესაძლებლობაც ხმები, აქვს. კი ვიბრაციები, ბატონო. ახლა ავიღოთ მეორე სცენარი, რომ ომია. არასტაბილური გარემოა და ფაქტობრივად დედა მუდმივი ხანგრძლივი, გახანგრძლივებული სტრესის ქვეშ არის, ხო? და ეხლა ომზე როცა ვლაპარაკობთ, ეს ომი არ არის შორს, ხო? აი გულისხმობ აგერ ჩვენს ერთი ხელის გაწვდენაზე არიან ქვეყნები, სადაც ბავშვები იბადებიან, კი. ჩდებიან, ცხოვრობენ ომის გარემოში. ომია. ან რაღაცა ეკონომიკური საფრთხე აქვს ოჯახს, ძალადობა ოჯახში. გარემოში. გარემოში. გარემოში ძალადობა, ოჯახში ძალადობა, დედა ძალადობის მსხვერპლი და დედა არის მუდმივი წნეხის ქვეშ, ხო? ეს ავიღოთ რომ მეორე სცენარი. ეხლა რასაც ყვებით რაიმე არის ისეთი რაც არ არსებობს და რამეს ვიგონებთ, ხო? არის ჩვეულებრივი კი ბატონო. ყოველდღიურობაა კი ფაქტობრივად. ბატონო და არის კიდე სხვა სცენარიც შეიძლება იყოს, რომ დედა ემოციურად არასტაბილურ მდგომარეობაშია, მას მუდმივი ბრძოლა უწევს, ის ხშირად არის გაბრაზებული, ის ხშირად არის აგრესიული და მე აი ამ გარემოში ვიწყებ, ასე ვთქვათ, ცხოვრებას მის სხეულში. და რა ხდება? ეხლა მეცნიერულად დადგენილია, რომ ნაყოფი იკვებება პლაცენტით, არა პირდაპირი გაგებით, საკვებს იღებს დედისგან, არამედ ემოციურ საკვებსაც იღებს. და დადგენილია, რომ სტრესის ჰორმონები, კორტიზოლი გადალახავს, პლაცენტა ვერ იცავს ნაყოფს ამისგან და ფაქტობრივად ეს გავლენას ახდენს. მაგალითად, ამიგდალა რო ვახსენებე, ხო, თუ გახანგრძლივებული სტრესის ქვეშ არის დედა და ეს მუდმივი გარემოა, ომია, ძალადობა, არასტაბილური სიტუაცია და ასე შემდეგ, ფაქტობრივად ამიგდალა უკვე ზომაში გაზრდილი, ანუ როდესაც ბავშვი ჩდება, უკვე გარკვეული მოწყვლადობა ამ კუთხით არსებობს. ამიგდალა არის ადგილი ჩვენი იმპლიციტური მეხსიერება. რა არის ეს იმპლიციტური მეხსიერება? ეს არის სხეულის მეხსიერება. ხო, რომელიც მაგალითად პირველი აქტივიზირდება გარკვეულ სიტუაციაში, არ მარტო მუცლადყოფნის დროს. მაგალითად ჩვენც, როდესაც რაღაცა აღქმული ან რეალური საფრთხის სიტუაციაში აღმოჩნდებით, პირველი სხეულის რეაქციას გრძნობ, ხო, სხეულს ახსოვს. სხეულის მეხსიერება მოდის წინ, ხვდებით და ეს მეხსიერება
იწყება არა მარტო დაბადების, ამიტომ არის ეს მნიშვნელოვანი მომენტი და არამედ უკვე ადამიანის იმპლიციტურ მეხსიერებაში, ამიგდალაში ჩაწერილია გარკვეული სიგნალები. ანუ ეს გადარჩენის სისტემა, აი კი, დავასრულებ კი, რა თქმა ამასაც, უნდა. ეს გადარჩენის სისტემა, ეხლა რეპტილურ ტვინსაც რო შევეხოთ, ხო, ჩვენ გვაქვს სამი ტიპის რეაქცია, გაქცევა, შებრძოლება, გაშიშება, ხო? ეს ყველასთვის ცნობილია და მე მუცლად ყოფნის პერიოდში უკვე გადარჩენის გარკვეულ სისტემას გამოვიმუშავებ იმის და მიხედვით, რა გარემოშია ჩემი მშობელი, ხო? ეს შეიძლება იყოს მაგალითად გაქრობის, გაშეშების, დორსალურ რეაქციას ეძახიან ამას, ან ეს შეიძლება იყოს ჰიპერაგზნების და აი ნაყოფი მოძრაობს, ნაყოფი ვერ ისვენებს. ეს ხშირად ხშირად არა გაგვიგვი. მარტო ფიზიოლოგიურ და იქ არსებულს და ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია, არამედ აი ზუსტად აი ამ შფოთვის, აი ამ სისტემასთან. ეხლა ერთსაც ვიტყვი და არა რა, მერე პირიქით მკითხეთ, რა ხო? ამბობ. არსებობს ეხლა მე ბოლო წლებში ძალიან დავინტერესდი და დავიწყე სხეულზე ორიენტირებული მიდგომების შესწავლა. არსებობს ინტეგრირებული სომატური ფსიქოლოგია, არსებობს სხეულზე ორიენტირებული, მე პირადად რაიხიანული მიმართულების, ასე ვთქვათ, მიმდევარი ვარ და იქაც ძალიან დიდი როლი აქვს ამ უცვლად ყოფნის პერიოდს. მაგალითად არის ესეთი მეცნიერი, რომელიც ინტეგრირებული სომატური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ისეთი მთავარი წარმომადგენელია, რაჯა სელმანი, რომლის ლექციებიც მინახავს და თუ გვექნება საშუალება მერე მოვყვები, როგორ ცდილობს ის ადამიანი აი პირველ ყოფილი ემოციისგან გაათავისუფლოს, რომელიც მთელი ცხოვრება ფეხებში ედება და აი ეს მიმდინარეობა ამბობს, რომ არსებობს სამი ტიპის ეგზისტენციალური მდგომარეობა. ეს არის ეგზისტენციალური შიში, რომელიც მუცლად ყოფნის პერიოდიდან იწყება და ეს შეიძლება უკავშირდებოდეს სწორედ იმ მდგომარეობას, როდესაც ომია, ძალადობა, ანუ სადაც საფრთხის ძალიან დიდი ასე ვთქვათ მოცემულობა, არსებობს ეგზისტენციალური რისხვა, ეს არის ზუსტად ის მდგომარეობა, როდესაც დედა არის გარემოში, სადაც მას მუდმივად ბრძოლა უწევს, მუდმივად გაბრაზებულია, მუდმივად აი ამ რისხვის მდგომარეობაშია და ეს იმპრიტინგი ხდება უკვე მუცლად ყოფნის პერიოდში და ეგზისტენციალური სირცხვილი, რომელიც უკავშირდება არასასურველობას. რომელიც უკავშირდება მას, რომ მე უკვე სადღაც აი სხეულის დონეზე გაქრობის, არ ყოფნის, არ არსებობის საფრთხე ვიგრძენი. აქ შემოდის კიდე ბევრი სხვა ფაქტორი. მაგალითად იყო თუ არა ნაყოფის ჩამოშლის აბორტის საშიშროება, ხო? თვითნებური აბორტის საშიშროება, ამას უზარმაზარი გავლენა აქვს. იმასაც კი აქვს გავლენა დედის და ბავშვის სისხლის ჯგუფი რამდენად ემთხვევა ერთმანეთს, ესეც კი გარკვეულ გავლენას ახდენს დაუშვათ აი ამ ნერვული სისტემის ფუნქციონირებას. თუ ემთხვევა და თუ არ ემთხვევა რა ხდება? თუ არ ემთხვევა, უკვე რაღაცა კონფლიქტია, უკვე რაღაცა გადასალახია. ნახეთ როგორ არის, არსებობს მაგალითად აი ასეთი ამბავი, ავიღოთ ასეთი ამბავი, ერთ-ერთი ამბავი, რომელიც მე გითხარით, რომ ეს არ არის ჩემი პრაქტიკიდან აღებული და ეს ამბები არის სასწავლო ამბები, რომ ადამიანებისთვის, აი როცა სტუდენტებთან მუშაობ, მაგალითად იყოს გასაგები, ავიღოთ ასეთი ამბავი, რომ ჩდება ბავშვი, ეს ბავშვი არ არის პირველი, არც მეორე, არც მესამე, არც მეოთხე, მეხუთე ბავშვია და ამის წინარე პერიოდი არის ის, რომ დედას აქვს მძიმე პრობლემები სწორედ აი ამ სისტემის, სადაც რომელიც ასე ვთქვათ ადამიანის გაჩენასთან არის დაკავშირებული. მოდი არ ვიხმარ ესეთ სამედიცინო ტერმინს, ხო? და ესე მირჩევნია ლაპარაკო და რა თქმა უნდა ის ფიქრობს, რომ მეხუთე ბავშვი უკვე ნამეტანია და მიდის
და თხოვს ექიმს, რომ რაღაც გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმაროს, რომ მას უნდა გათავისუფლდეს ამ ნაყოფისგან, ის არ არის მზად, მას ძალიან გაუჭირდება მეხუთე ბავშვის აღზრდა და ასე შემდეგ. თან ეს შვილები უკვე წამოზრდილები არიან, მათთვისაც უკვე ახალი ბავშვის გაჩენა რაღაც სირცხვილის მომენტთან არის დაკავშირებული. აი ეს ისტორიაა ოჯახში და ექიმი ეუბნება, რომ აი შენ ქონდა ისეთი მძიმე ჯანმრთელობის პრობლემა, რომ შენთვის შვილოსნობა, მეძუძურობა იქნება გადარჩენის ტოლფასი. ეს ბავშვი შენ გადაგარჩენს. ეს ბავშვი, ასე ვთქვათ, აი ეს ჰორმონალური პროცესები, რომელიც შვილოსნობას, მეძუძურობას უკავშირდება, იქნება სასარგებლო შენი ჯანმრთელობის. ანუ ბავშვს რა ფუნქცია გადამჩენილი. გადამრჩენილი. და შემოდის სამყაროში. შემოდის სამყაროში გადამრჩენლის ფუნქციით, ხო? შემოდის გარკვეული ენერგიით, შემოდის გარკვეული ძალით, გარკვეული მისიით. ხვდებით ხო? ნუ დედის გადამჩენელი, რომელსაც სავარაუდოდ სანამ არ ვიცი თერაპევტთან ან რამეზე ან თვითონ არ გაცნობიერებს, მაგროლში იცხოვრობს ხო. და რომელიც რეალურად დესტრუქციული როლია, ხო? ხო, თუ ამას ადამიანი კარგად არ გადაიაზრებს, თუ ამას ადამიანი ისე ჩარჩოებში არ მოარყვის და კიდე ერთს ვიტყვი და მე არა. ესე იგი, არ გავიგოთ ისე, რომ უცლად ყოფნის პერიოდში რაც ხდება, ამის გამოსწორება არ შეიძლება და დაიქცა ქვეყანა. ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება. ნებისმიერ ეტაპზე თუ არ ჩავთვლით საბოლოო ჯამში თერაპიაში შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად გვიწევს შეკეთება, შეიძლება ცუდი სიტყვაა, მაგრამ აი რაღაცნაირად აი იმ ადრეული ფაზის ამბების გადაკეთება, გადასტრუქტურება და სხვანაირად ჩასმა ადამიანის ბიოგრაფიაში. ეხლა გისმენთ. არა, ეს ცოცხალი პროცესია, ეს ჩვეულებრივი ინტერვიუ არ არის, თქვენ გააგრძელებთ და მე კითხვებს ჩავინიშნებ და მე კითხავთ, რომ ძალიან საინტერესო რაღაცაზე საუბრობთ და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ეგ მომენტი, რასაც შეეხეთ, იმიტომ რომ მაგის გააზრება, რომ მშობელს უნდოდი არ უნდოდი, სიტყვაზე ვიძახი, ხო? განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში, როდესაც ოჯახდებოდნენ, ესე ვთქვათ, დღემდე ოჯახდებიან და აჩენენ შვილებს. მეორე ვარიანტი არის კიდევ რამდენჯერ გამიგია, რომ ოჯახის გადარჩენისთვის, რომ წყვილი არ დაიშალოს, აჩენენ შვილებს. ჩვენ საქართველოში ვხვდებით პრობლემას, რომელიც ერთ-ერთ ეპიზოდში ვისაუბრეთ და ერთი ამბავი ეთყდა, ეგრე არ არისო, რომ გოგოების გაჩენაზე და რომ ვაჟი არის უპირატესი, რომ გაჩნდეს და გოგო როცა არის მუცლად რა მდგომარეობაში შეიძლება იყოს და რა ვიცი, წარსულში გვაქვს კიდევ მილიონი შემთხვევა, როდესაც ოჯახები ისაქმნიან ოჯახებს ქალი და ვაჟი, რომ შეიძლება არც იცნობდნენ ერთმანეთს. ან დიდი გარიგების საფუძველი და ფინალი იყო მათი დაოჯახება, რომელიც სიმართლე რო გითხრათ, ადრე ვთქვი და ეხაც ვიტყვი, რომ ხანდახან ესეთ რაღაცებს რო ვიაზრებ, აღარ მაქვს ხოლმე კითხვები, რატო ვართ საზოგადოება იმ დღეში, რა დღეში შეიძლება ვიყოთ. ხო ხვდებით რას ამბობ, იმიტომ რომ ამის გააზრება ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ მე პირადად შევხვედრი ვარ ჩემს ცხოვრებაში ისეთ ადამიანებს, რომლებიც ვერ იაზრებენ ამას და მე შეიძლება მთელი ცხოვრება რაღაცით იტანჯებოდნენ, ისე რომ ვერ ხვდებოდნენ საიდან მოდის ეს ტანჯვა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი რაღაცა ადგილია, ესე ვთქვათ რა, ადამიანის რაობაში. მე გისმენთ თქვენ გაგრძელეთ ეს უბრალოდ მინდოდა მეთქვა. ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ სცენარები ძალიან გაამდიდრეთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რაც თქვით, ხო? აი ეს კულტურალური ფაქტორები, ძალიან ბევრი, ან დაუშვათ პატრიარქალური საზოგადოებისათვის დამახასიათებელი დამოკიდებულება, როდესაც იცი, რომ გოგოა მუცელში და ამ დროს ბიჭი ხო, ბიჭელოდები და რამდენი ადამიანი ამით დაზიანებული. მე კი ხდება ის საყვარელი ძალიან ისეთი გოგო, მაგრამ ეს გზა გამოიარა და ეს უარყოფის
ჩემთვის პირველი არა სამყარო უთხრა მაშინ, როდესაც თავში ხელები შემოიცხეს, რომ კიდე გოგოა, კიდე ხო. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, რომ გამდიდრეთ ეს და რაღაცები ნამდვილად გამომრჩა. კიდე ერთი სცენარია წყლის მიმწოდებლის. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია და გთხოვთ რომ მაგაზე ვისაუბროთ, კი. აი წყლის მიმწოდებლის დაახლოებით აი გადამრჩენლის სცენარია ეს, როდესაც უკვე დავალებით მოდიხარ. რაღაცა როლი გაქვს განსაზღვრული. და სიბერეში შემშევლელს უნდა მოუარო, ხო? და მე შეიძლება უკვე დაბადების შემდგომ პერიოდში, როდესაც ასეთია ჩანაფიქრი, ასეთია საზრისი, რომელიც ჩვენს არსებობას მისცეს, უკვე გადაგაქცევს შენი მშობლის მშობლად. ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ხო, როდესაც განსაკუთრებით ხო სხვა სცენარები ახლა თან ვსაუბრობთ, არ უნდა რომ ვინმეს გული ეტკინოს და არა, იცით რა, გული რო ეტკინე, მე ესე მგონია რა, იმიტომ რომ მე არ ვარ გამონაკლისი პირდაპირ ვიტყვი, მე ბევრჯერ ყოფილა ამ ეპიზოდში გვისაუბრია სტუმართთან ისეთ რაღაცეებში, რომ ჩემი გააზრება იმ მომენტში მოსულა და გული მტკენია კი არა, მომკვდარო არ იმ მომენტში და გავცოცხლებული ვარ, მაგრამ მგონია რომ ეგ სიკვდილი და გაცოცხლება უზრუნველყოფს გააზრებას და მე რა შემდეგ უკვე პროცესების დაწყებას, ამიტომ ვისაუბროთ პირდაპირ. და ტკივილში განკურნების ძალა ყოველთვის არის. ამიტომ გეთანხმებით თქვენცა აი ჩემს სიფრთხილე, რომელიც ჩემი რაღაცა წამყვანი პიროვნული ხასია, ცოტა მოუხსნათ, ხო? ცოტა მოუხსნი. მაგალითად, როდესაც აი გვიან ასაკში აჩენ და ან მარტო ხელა დედა როცა არის და აჩენს, იმიტომ რომ ხო ეს მარტო ხელა დედობა კიდე ცალკე სხვა სცენარია, სხვა სიმძიმეა. მოკლედ აი ეს ყველაფერი რო შევაჯამო და მინდა რომ ეხლა ტრანსგენერაციულ მომენტებზე გადავიდე, მართლა ძალიან დიდ გავლენას ახდენს. ძალიან დიდ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და ეს ჩვენთან მოდის სწორედ აი ამ იმპლიციტური შეგრძნებების სახით, რომელსაც ახსნა არ აქვს. ეხლა ამას რა ემატება, რომ დავიბადები მე ეს კიდე სხვა საკითხია, მაგრამ აი ამ ჩემს იმპლიციტურ მეხსიერებაში, ამ ჩემს ამიგდალაში ეს ადრეული სხეულებრივი გამოცდილებები ჩაწერილია და მე ახსნას ვერ ვუძებნი რაღაც სიტუაციაში, რატომ მინდა რომ გავქვე. არ ვიყო, როგორც კი რაღაცა პატარა სიგნალს მივიღებ არას, უარყოფის სიგნალს მივიღებ და ეს სიგნალი შეიძლება ზოგჯერ იყოს ექსპლიციტურად არტიკულირებული, ნათქვამი, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება მე ვიგულისხმო. ამაშია მის ირაციონალურობა, ხო, რომ მე არასწორად წავიკითხო სამყაროდან წამოსული სიგნალები, ზუსტად იმის გამო, რომ ასეთი პროგრამა მაქვს, რომ მე მუდმივად უარყოფის სიგნალებს ვუფრთხი, ვეძებ და ჩვენ რას ვხედავთ სამყაროში, რას ვამჩნევთ, რას ვისმენთ. ამაზე ძალიან დიდი გავლენა აქვს იმ გზას, რომელიც გამოვიარეთ, იმიტომ რომ სელექტიურია ეს ჩვენი აღქმები, ჩვენი წარმოდგენები, შეფასებები და ასე შემდეგ. ეხლა მინდა ამ ტრანსგენერაციულ ამბებს. ერთ დავამატებ მაპატიას შეგაწყვეტინებთ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც მე მქონდა. ხო ვიბადე, მე ხა ვაცნობიერებ კიდე რაღაცებს, მაგრამ არის ეგეთი რაღაც, რომ აქ მაყურებელს ვიტყვი ჯიბლება მაქვს. აგიტო ხშირად ვიზავე. ხო, მთელი ცხოვრება უნდა ვიბრძოლო, ხო არის ეგ? რომ აი სულ ბრძოლაში, ბრძოლის გარეშე არაფერი გამოდის, ხო? ესეც ეგ ამბავი. საიდან მოდის ეს? კი. ეს კოგნიტურ სქემებამდე მერე ადის, მაგრამ იქამდე სხეული ამისთვის მომზადებული, ხო? კი, გეთანხმებით. ეხლა გადავიდეთ შეგაწყვეტინეთ ბოდიში. ეხლა რაც შეეხება, ხო, აი ეს კოლექტიური არაცნობიერი, რომელიც არსებობს, ვიცით და მე არ შევყვები ამის, ასე ვთქვათ, განმარტებას, განხილვას, რომ ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩემი ოჯახის ისტორია, ბიოგრაფია, რა წამოვიდა დაუშვათ რაღაცა ესეთი არქეტიპულად რა გადმომეცა, ხო? ჩემი ქვეყნის, სამყაროსი და ასე შემდეგ. ეხლა მე მინდა ერთი ძალიან კონკრეტული, იმიტომ რომ ძალიან აბსტრაქტულია ხოლმე ადამიანებისთვის, როცა ასე ამბობ.
და აი ტრავმის ტრანსგენერაციული გადაცემა როგორ შეიძლება მოხდეს ერთი თაობიდან მეორე თაობაზე და როგორ მოახდინოს გავლენა ამ ადამიანის ცხოვრებაზე, მე ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე მქონდა ძალიან საინტერესო შემთხვევა. ამ შემთხვევის გაზიარებაზე ნებართვა აღებული მაქვს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო შემთხვევა და მინდა რომ გავაზიარო. ჩვენი წინა ტრავმები, შეიძლება ჩემი მამა-პაპის, ჩემი პირადი, აი როგორ გადადის ჩემ შვილს, როგორ შეიძლება ის გადავცე. აა, ამბავი ეხება, ესე იგი, მოყავთ ჩვენთან კლინიკაში, ორგანიზაციაში, უფრო სწორად, 15 წლის გოგონა, რომელიც არის ასაკთან საკმაოდ შესაბამისობაში, ანუ ზრდაში ის არ ჩამორჩება, საკმაოდ მაღალია, მაგრამ აი როცა ხედავ, რომ ეს არის გაწელილი ბავშვი, აი 5 წლის ბავშვი რო გაზარდო, ხო, რაღაც აი ესეთი მდგომა ის აქვს, გარეგნობა აქვს, არანაირი მეურადი სასქესო ნიშნები არ არსებობს, არანაირი menstruალური ციკლი და საერთოდ ქალობაში შესვლის არანაირი ნიშანწყალი არ არსებობს ამ ბავშვთან. ჩვენს მოყავს ვის ახლა? ეს არის ოჯახი, რომელიც არის ლტოლვილი ჩეჩნეთიდან, რომელსაც ომი გამოიარა და რომთან ჩვენი ორგანიზაცია მუშაობდა. მოყავთ ეს გოგონა, მამაც ჩვენთან დადის, როგორც აი ამ წამების მსხვერპლი, აი ამ ომში, მასთან ცალკე მუშაობენ და დედა გადაწყვეტს, რომ აი რაღაც ხდება ამ გოგონას თავს და მოდი ვაჩვენოთ ამ. და როდესაც მოდის ჩვენ გუნდში გვყავს ექიმიც, ენდოკრინოლოგი, რომელიც ნახულობს მას, იმიტომ რომ პირველი რაზეც ესე ვთქვათ, მეტყველებს, რომ ენდოკრინულად რა არის აქ. ნახულობს, სწავლობს სიტუაციას და ამბობს, რომ იცი რა, მე ვფიქრობ, რომ ის რომ არ არის წამოსული მეურადი სასქესო ნიშნები და რომ რაღაცა ბლოკი არსებობს შესვლის სიმწიფეში, უფრო ფსიქოგენური ფაქტორებით არის განპირობებული და ამ გოგონას ამისამართებენ ჩემთან, იმიტომ რომ იმ დროისათვის მე ბავშვებთან და ეხლაც დასრულებთან მუშაობ. მუშაობდი, ვიწყებ მუშაობას და ნუ ეხლა ამ თანდათან ამ პროცესში მე ვხედავ ოჯახის ისტორიას და ვხედავ დედის ტრამბულ გამოცდილებას, რომელიც უკავშირდება იმას, რომ ერთ-ერთი მათ სოფელში, ერთ-ერთი შეჭრის დროს ქალების ძალიან დიდი ჯგუფი აღმოჩნდა ტყვეობაში, მათ შორის იყო ეს ქალიც და აი ამ ქალის თვალწინ გააუპატიურეს არაერთი მოზარდი გოგონა და ის გახდა ამის შემსწრე. რა თქმა უნდა, მას მაშინ ის არც ორსულად იყო, არც არაფერი, ეს ომის შემდგომ, ასე ვთქვათ, პერიოდში ხდება და მოკლედ ყოველგვარი სიტყვების, ყოველგვარი გაზიარების გარეშე, სხეულით, ჩვენი რეაქციებით, დედას აქვს შიში ამ ტრავმიდან გამომდინარე, ქალიშვილის სიმწიფეს შესვლის. ამიტომ ის ყველანაირად წყალს უსხავს იმას, რომ ის მარადეულად დარჩეს ბავშვად. ხო? და მე კიდე რა არის ახლა კულტურალურად ამ ხალხში, როდესაც ქალი იკეთებს თავსაფარს, მე ასე მახსოვს და მგონი არ ვცდები ამაში, თავსაფარს ეს უკვე არის სიმწიფის ნიშანი. მინიშნება, რომ მე მზად ვარ უკვე ხო, შვილოსნობისთვის, ქორწინებისთვის და რომ აი ამ თავსაფრის დახურებამდე ხო, არ მივიდეს. რომ რაღაც მსგავსი არ გამეორდეს, რაცაც ის შეესწრო, რა თქმა უნდა და აი ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, როგორ შეიძლება ჩვენ სიტყვების, ჩვენი შიშების, ჩვენი განცდების, ჩვენი აი აქ მახსენდება ეხლა ვინიკოტი და ვინიკოტი ფსიქოანალიტიკოსი არის რაღაც გარკვეული კიდე ახსნაც ამ საკითხის, რომ ის დედას განიხილავს როგორც სარკეს.
ბავშვისთვის. ხო, როდესაც ბავშვი უყურებს დედას, ის ეძებს დედის სახეზე თავის თავს. როდესაც დედა კარგად რეზონირებს ბავშვთან, ხო? მის სევდაზე თანაგრძნობით პასუხობს, მის ბრაზის დატევა შეუძლია და ასე შემდეგ, როდესაც ეს რეზონირება ჰარმონიაშია, თანხვედრაშია, ბავშვი ხედავს საკუთარ თავს. მაგრამ როდესაც დედა თავის შინაგანი მდგომარეობის გამო, აი ამ ბევრი ამბების გამო, ზუსტად აი ამ ტრავმის გამო, რომელიც მან გამოიარა, ვერ მოდის რეზონანსში, ბავშვი თავის თავს ვერ ხედავს ამ სარკეში. ხედავს დედის ტკივილს, დედის ფოთვას, დედის მოლოდინს თუ ასე შემდეგ და იწყებს აი ამ როლის აღებას. და ფაქტობრივად აი ეს არაცნობიერი გადაცემა, ტრანსგენერაციული გადაცემა ტრავმისა ასე ხდება. მარტო დედა არ არის ამის წყარო, არის მთელი ოჯახი, მამა ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში აი ეს კონკრეტული მოცემულობა იყო, რამაც ამ გოგონაზე გავლენა მოახდინა. ეხლა დასაწყისში რომ ვახსენეთ, ხო, ესეთი ისა გვაქვს გაცნობის სავარჯიშო ხოლმე, როცა ჯგუფურ თერაპიას ვიწყებთ. შენი სახელის ისტორია მომიგლე. ჩემი სახელის ისტორია. ხო. ჩემი სახელის ისტორია არის ცოტა ისეთი, რომ დედას უნდა რომ დაერქმე ჩემთვის გვანცა, მამას უნდა და სხვა სახელი დაერქმე და ბოლოს დედამ გაიმარჯვა ეს ბრალებში, რა თქმა უნდა და მქვია გვანცა. რომელიც ვიცი რომ რაღაც სვანურ ენაზე თუ რაღაც ენაზე ნიშნავს ცელქს და ჩემ თავში მე ამ სიცილქეს ვატარებ. რეალურად ვატარებ, ხანო ჩემი ხასიათის ნაწილია სიცილქე, რომელიც მე ძალიან მომწონს და მიყვარს და ნამდვილად ჩემი არის, მაგრამ ის ისტორია არის, რომ მამას სხვა სახელი უნდა და დედას სხვა სახელი უნდა და ისეთი სახელი უნდა მამასთან არაფერი იმ სახელში ცუდი არ არის, მაგრამ ცოტა ისეთი იყო, რომ მაშინ შეიძლება არა თანამედროვე სახელად ითვლებოდა თუ რაღაცა ესეთი და დედამ გადაგარჩინა? არა თანამედროვე სახელს. ხო, მაგრამ მე არ აღმიქონს, იმიტომ რომ კარგად დიდი ვიყავი მე ეს ამბავი რომ გავიგე რომ მამას სხვა სახელი უნდა და დედას სხვა სახელი უნდა და დედას არჩევანი იყო, ასე ვთქვათ, პრიორიტეტი მაგ შემთხვევაში და დამერქვა გვანცა და ვატარებ ამ სახელს. ხო, და რა თქმა უნდა ამ ისტორიას რაღაც გავლენა აქვს. აუცილებლად ექნება, კი. და მაგ შემთხვევაში ბარემ ვიკითხავ რა საინტერესოდ მივდივართ. ამ შემთხვევაში დედამ რო გააკეთა არჩევანი, მაგას გავლენა აქვს? და ის რომ მამას სხვა რამე უნდოდა და მე სხვა რამე მქვია, ჩვენ ურთიერთობებში შეიძლება რომ მაგას რაღაც ამას კვლევა უნდა. ხო, არა, მაგრამ თეორიულად თეორიულად რა თქმა უნდა აქვს. თუმცა აი მით შესვლა სამყაროში გამარჯვებული ქალის ანუ ქალმა რო გაიმარჯვა, მე მგონი ძალიან კარგი. ძალიან მომწონს. მე მომეწონებ. ეს მომწონს ძალიან. და არსებობს ბევრი სხვადასხვა ისტორიებიც, ხო, ამ სახელთან დაკავშირებით, როცა ადამიანები ამას ყვებიან და ზოგჯერ ხა მახსენდება ერთი ქართული კომედია არის, თოჯინები იცინიან, ნანახი გაქვთ ალბათ, ხო? ბაბუა რო არის. ხა იქ არ მახსოვს სახელი ქვია თუ არა, მაგრამ ხო, ეს ბაბუა, რომელიც ცნობილი მუსიკოსია და რა ქვია, მთავარ გმირს აღარ მახსოვს, რომ მან უნდა შეასრულოს, ანუ ტვერთი უკვე დადებულია. ანუ ჩვენ მივდივართ და მე ეს კითხვა ყოველთვის მქონდა სწორია თუ არა სწორია, როდესაც ბავშვებს არქმევენ წინაპრების სახელებს. არ ვიცი, მაგრამ გავლენა აქვს. რამდენად სწორია, არა სწორია, არ ვიცი, მაგრამ გავლენა აქვს ადამიანის. ხო, ანუ სწორია, შეიძლება ისეთი არასწორი სიტყვა შესაძლებლად, მაგრამ მე მოვყვები ჩემს უბრალოდ ჩემს შეგრძნებებს მე მგონია, რომ ზუსტად ის პასუხისმგებლობა ენიჭება იმ ადამიანს ახალს, რომელსაც არქმევ რაღაცა სახელს, რომ აი თითქოს რაღაც გამგრძელებელი და ეხლა ამან თუ მითხრა სახელოვანი იყო ის მისი წინაპარი, რომელიც სახელი თქვია, ხო საერთოდ ამ შემთხვევაში ეს ბავშვი მგონია რომ დაღუპულია, იმიტომ რომ იმის ის უნდა გააგრძელოს პირდაპირ ეგ ამოცანა დგას მის ცხოვრებაში, ხო? ამიტომ სწორია თუ არა სწორია შეიძლება არასწორი ნათქვამია, მაგრამ რაღაცნაირად მე მგონია რომ ბავშვს უნდა კონდეს
რაღაც თავი თავის სახელი. სახელით, ხო. იმიტომ ჩვენ ყველანი ცალკე ინდივიდები ვართ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვატარებთ შლეიფად მოყვება, გენეტიკურად, ხო, ამას ვერ გამოვრიცხავთ, ჩვენი სისტემიდან გამომდინარე, რომელშიც გავჩდით და ასე შემდეგ, მაგრამ არის, ხო, მე მირჩევნია, რომ ჩემი სახელით და გვარით ვიყო. აი, თუნდაც დავარქვი და ბედნიერი ქალი იყო. ხო. ბებიამისი და ბედნიერი ქალის სახელი დავარქვი. უკვე შეკვეთა ბედნიერებას. ხო, იქნება არ მინდა რომ არა, კი მინდა რომ ვიყო ბედნიერი, მაგრამ თუ კი რაღაცა მომენტი მექნება, როცა თავს ბედნიერად არ ვიგრძნობ, ხო? ეს უკვე ხო, რაღაც სპოტში ჩამაგდებს, რომ როგორ არ მაქვს უფლება რომ ბედნიერი. აი, ხო, მაგრამ აქ კიდე არის სხვა ტიპის სცენარებიც, ხო? მაგალითად როდესაც ადამიანი ყვება, რომ მას გარდაცვლილი ადამიანის სახელი ქვია და როგორ აშინებს ეს, როგორ დედაჩემს პატარა ძმა გარდაიცვალა და მე დამარქვა მისი სახელი. ხო, რაღაც მოყვება ამას აუცილებლად. ხო, ანუ აქვს, ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, ამიტომ ჩემი შვილის კითხვა, რომ სად არის ადამიანი, სანამ გაჩნდება, ხო, ადამიანი აი ასეთ ამბებშია, ადამიანი აი ამ გადაწყვეტილებებშია, სახელი იქნება. ერთი ისტორია გამახსენდა ეხლა, მრავალშვილიანი ოჯახია და ეხლა ესეც ხო ამბავია სახელთან დაკავშირებით და გაუჩნდა, თან გოგო გაუჩნდათ უკვე მე რამდენე და მოკლედ სახელი ვეღარ მოიფიქრესო და მამაჩემიო რომ მივიდაო მაჩის ბიუროში თუ სადღაც სადაც ეს ადრეული ამბავია, იმ ქალს კითხაო, იქნება შენ მითხრაო რა დავარქვაო და ჩემი სახელიო ჩემი ოჯახის წევრების შერჩეული არ არისო, ვიღაც ქალმა შემირჩიო და იმასო რაც გაახსენდაო ის ჩაწერესო, ხო? ამას რა თქმა უნდა, რაღაცა მესიჯია უკვე ხო ადამიანისთვის. თან ეს ჩვენ ხო ვიცით გვისაუბრია ამ პოდკასტშიც, რომ ყველაფერი არის ვიბრაცია და ყველაფერი არის ეს ენერგია რა, ანუ ეს არაფერი ამაშიც ჩადოსნული არ არის, არის ჩვეულებრივი ფიზიკა, ხო? და მაგ ენერგიაში რო გაჩნდი მე არ გავჩნდი ვერ ვიტყვი ჩვენ თავს, მაგრამ ვიღაცა რომ გაჩნდა და ანუ არ აინტერესებდათ რას დაარქმევდნენაც კი, ხო? ეგ, კაი, თქვა დაამთავრა, იქ იმ ქალმა დაარქვა სახელი და всё წამოვიდა, მაგრამ დედას, მამას, ამ დაძმას, ყველას ხო ეგ ენერგიის მატარებლები არიან ამ ახალშობილთან, რომ ნუ აი არ გვაინტერესებდა დიდათ ახლა რა გერქმეოდა რა და მაგას გადასცემდა. ის ბავშვი ხა როგორც თქვენ თქვით, თან მithumetes ბავშვი ხა რომ სუფთა ცნობიერებით შემოდის ამ სამყაროში და ყველაფერს ითვისებს და ისრუტავს, ხო? ხო და ეს ეგზისტენციალური სირცხვილი, რომელზეც აი ინტეგრალური სომატური ფსიქოლოგის წარმომადგენლები ლაპარაკობენ, შეიძლება აი ასე ჩამოყალიბდეს და ადამიანს თავი ეზედმეტებოდეს ამ სამყაროში, თითქოს სხვებს ფეხებში ედება, თითქოს არ უნდა იყოს, თითქოს რა როლი აქვს და ეს არაერთხელ გაჟღერდება, განმეორდება მის ცხოვრებაში და აი ამ რაღაცა უხერხულობის მატარებელი ხდება ის გარკვეულ წილად. ხო, აი ძალიან მნიშვნელოვანია მოკლედ რა თქმა უნდა, ეხლა რა ხდება დაბადების მერე ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დაბადების მერე შეიძლება ჩემი ბიოგრაფია შეიცვალოს, ხო, რაღაცნაირად მე სხვა გარემოში მოვხვდე, მაგალითად ხო, მიხვდნენ ჩემი მშობლები, რომ პირიქით ბრალეულობის განცდა გაუჩნდეთ და რაღაცა ისეთი. თუმცა ესეც უკვე ანარეკლია იმის, აი რო არ ვუნდოდი და უცებ რო გავჩდი და ვარ ესეთი საყვარელი, უკვე შეიძლება რაღაცა სცენარი შეიცვალოს, ხო? და მოკლედ კიდე ერთხელ ვიმეორებ, რომ ის რაც ხდება ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, ამის შეცვლა, ჩანაცვლება, ამის კომპენსირება, ადამიანი თვითონ ახდენს მერე კომპენსირებას, სხვა რა გზა აქვს, მაგრამ გარემოს შეუძლია ამის გამოსწორება, აი ამის თქმა მინდა და არ არის ეს რაღაცა ისეთი განაჩენი, ხო?
აა სანამ გავაგზავნებთ დავად მშობიერების პროცესს და მომენტს აქვს მნიშვნელობა? რა ხო. თქმა უნდა, უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს მე როგორ შემოვედი ამ სამყაროში. როგორი რა ბრძოლად დამიჯდა. აი თუ ქართულ ხო, მშობიერებას როცა ეძახიან, ხო? გართულდა, კი, უზარმაზარი გავლენა აქვს ამას და უზარმაზარი სომატურ მდგომარეობებზე რაღაცა ესეთი მოხრჩობის, ჰაერის უკმარისო, სხვა ტიპის, კი. ასე ვთქვათ, სირთულებ და ეხლა თავი დავანებოთ, რომ თუ ტრავმა იქნა იქ, მაგალითად, მშობიარობის დროს, ეს უკვე ძალიან ესეთი გავლენა აქვს ხო ამას. ტრაუმაში რაც დაზიანდა, გულისხმობ. დაზიანდა. აქ რამდენი ნაყოფი. ადამიანია, რომელიც დაზიანდა ამ კი, კი, მის მშობიარობის დროს, ხო? პირველი ჩასუნთქვა როგორ მოხდა, იმიტომ ცხოვრება რა არის, ჩასუნთქვა ამასუნთქვა. და ამოსუნთქვა, ხო? აი როგორ ჩავისუნთქე. ხო, და ეს ჩასუნთქვა რა არის სამყაროს ჩემში? ჩემი პირველი კონტაქტია სამყაროსთან, ხო? ეს ჩასუნთქვა როგორ მოხდა? რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მერე იმასაც მნიშვნელობა აქვს. დავიბადე. სად წავედი მე? ხა საბჭოთა ბავშვებით, ხო? მე საბჭოთა ბავშვი ვარ. და ბედნიერი ვარ იმითი, რომ როცა შვილების გაჩენა დავიწყე, ეს ცუდი პრაქტიკა აღარ არსებობდა. საბჭოთა პერიოდში 2-3 დღე ბავშვებს არ აჩვენებდნენ, მაგრამ ამ ხელა მნიშვნელობა აქვს და აი ის რომ შენს ახლად გაჩენილ შვილს აი აქ დაგაწვენ. ეს არის, აი არ ვიცი, რა მდგომარეობაა ეს. ბავშვისთვის, დედისთვის რა კავშირია, როგორი ესეთი კავშირი, აი მოხვედი ამ სამყაროში, გამოხვედი, რაღაც ნებისმიერ შემთხვევაში მტკივნეულია ეს დაბადება, თუმცა ძალიან დიდი რაოდენობით ოქსიტოცინი გამოიყოფა ამ დროს, რომ არ მოხდეს მშობიარე ქალის ორგანიზმში, რომ ნაკლებად მტკივნეული იყოს ეს ბავშვისთვის. ხო, რაი როგორია დედის სხეული, მსრუნველი, ბიოლოგიურად და აი აქ დაგაწვინეს. აი აქ სეროტონინების, ოქსიტოცინების, აი ეს ძალიან აი ეს პირველი შეხვედრა, ხო, ზოგჯერ მამასთან თუ დედა საკეისრო კვეთით, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი ამ დაბადებას, ჩვენს ბიოგრაფიაში, დაბადების ისტორიაში, ჩვენ ფსიქოლოგები აუცილებლად ვიკვლევთ ამას. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი. ხო არის დაბადებები, რომლებიც უკუღმა გამოდიან ბავშვები და ატრიალებენ. ძალიან ბევრი ისტორია არის. უკუღმა დაბადებულო, ზოგჯერ ეუბნები, ბავშვი უკუღმა დაბადებულო. კი, და არ ვიცი, ესეთი რაღაც მომისმენია და თქვენ გამისწორეთ თუ რაღაც არასწორიანი რაღაც. როდესაც ბავშვი ძალიან მარტივად იბადებაო, შეიძლება ცხოვრებაში მერე სირთულეები რო ხდება, ნაკლებად რეზისტენტული იყოს, რომ ეს პრობლემები გადალახოს რა, აი მარტივი, ან გამაყუჩება, აი როცა არ უწევს, აი რაღაც ის ბიოლოგიურად განსაზღვრული რაღაცეების, ხო, გარდანა. არის ამაში სიმართლე, მაგალითად საკეისრო კვეთით რო იბადება და აი ბუნებრივ, ყოველთვის რატო არის, რომ ქალს ყოველთვის ურჩევენ ბუნებრივ მშობიარობას, იმიტომ რომ ეს გასავლელი გზაა. ხო. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ახლა ისე ვინიკოტი გამახსენდა. ის ლაპარაკობს საკმარის დედობა, საკმარის დედაზე. რა არის საკმარისი დედა? ხო, ყველა მშობელს, ქალს, კაცს და განსაკუთრებით დედებს აქვთ ეს მუდმივი სწრაფვა იდეალურობისაკენ და ამ როლის რაღაცა ესეთი შესრულება, მაგრამ ბავშვის ჯანსაღი განვითარებისთვის საკმარისი დედა არის ესეთი მნიშვნელოვანი მომენტი და რა არის ეს? საკმარისი დედა არის ის დედა, რომელიც არის თანამგრძნობი, რეზონირებს კარგად ბავშვთან, თანარეგულაციაშია ბავშვთან, მაგრამ საკმარისი დედა ასევე არის ის დედა, რომელიც ბავშვს არ არიდებს წინააღმდეგობებს, რომელიც მას
ხდება ხო ის არ ცდილობს ბამბების დაფენას, ფიანდაზების დაფენას, ის არ ცდილობს ბავშვის ხელები გახდეს, ანუ ბავშვს თავისი ხელი უნდა ქონდეს, ბავშვმა სირთულე უნდა გადალახოს და ამაში დახმარება სჭირდება, თუმცა არა სირთულის არიდება. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, ხო? ის კი არა რომ მე ამარიდო, არამედ ჩემ გვერდით იყავი, დამეხმარე, დამიტიე ამ სირთულის დროს, ხო? მაგრამ ნუ შეეცდები რომ ეს ამარიდო. რაღაცნაირად ეს აი ბუნებრივი მშობიარობის მომენტსაც გავს, ხო? რომ გაივლის ბავშვი ამ გზას, რაც ბუნებრივი გზა არის, გასავლელი გზა არის, ხო? ეს არ არის რაღაცა ისეთი, რასაც ხელოვნურად უმზადებს სამყარო, ხო? ეს ბუნებრივად გასავლელი გზა. რა თქმა უნდა, ხარისდება შემთხვევები, როდესაც ბუნებრივი მშობიარობა ვერ ხდება და აუცილებელია იქ ჩარევა ექიმის და უნდა მოხდეს საკეისრო კვეთა, რომ ბავშვი დაიბადოს, ხო? ეს რაღაცა ზოგჯერ გადაუდებელია აუცილებლად, თუმცა არ არის ეს ტრაგედია. რა თქმა უნდა, ხო, ვიღაცას რომ რამე დააშავა თუ გაუტკივარება გაიკეთა ან რაღაცა ისეთი, არა. საერთოდ მე როგორც სპეციალისტი ყველანაირად ყველგან ვეწინააღმდეგები იმას, რომ მშობელს, დედას, მამას გაუჩინო ბრალეულობის განცდა. მასწავლებელი ხარ, ფსიქოლოგი ხარ, რა ვიცი ვინც ხარ, ეს არ ეხმარება მშობელს იყოს საკმარისი მშობელი, ძალიან მძიმეა. არაფერი ამაზე უფრო მძიმე განცდისეულად არ არსებობს, როდესაც მშობელს აქვს დანაშაულის განცდა და აი ეს განცდა რას აკეთებინებს, რა შეცდომებს აშვებინებს, როგორ კომპენსირებას ცდილობს, ეხლა ერთი ამბავი გამახსენდა, შეიძლება? რა თქმა უნდა. ხო, ამაზეც ნებართვა აღებული მაქვს, ძალიან ისეთი ტრავმასთან დაკავშირებული ამბავია. ბუფერულ ზონაში ცხოვრობს დედა და შვილი და უწევთ ერთი სოფლიდან მეორე სოფელში წასვლა, ავტობუსით მიდიან და ამ დროს სრულად მოულოდნელად ავტობუსზე ხდება ნიღბიანი პირების თავდასხმა, რაც ნუ რა თქმა უნდა, ეხა სიცოცხლისთვის საშიში, თავს დამტყდარი მოვლენაა და უცებ ბავშვი აღმოაჩენს, რომ ყველა გაიქცა, ავტობუსში არავინ არ არის და თვითონ არის აი გაყინული, გაყინული, რასაც ქვია, გაქფავებული, ჩაჭიდებული ავტობუსის სკამს. და ამის შემდეგ იწყება დედისა და შვილის, ასე ვთქვათ, ურთიერთობაში ძალიან რთული ამბავი. ანუ დედაც გაიქცა? დედაც გაიქცა და შვილი გაქვავდა. რა თქმა უნდა, მე დაბრუნდა და თავის შვილს ჩაეხუტა, მაგრამ ეს მოხდა. ეხლა რა ხდება ამათ ურთიერთობაში? ბავშვი, რა თქმა უნდა, გაფრაზებულია დედაზე და ფიქრობს, რომ როგორ მიმატოვა და მას ეხლა ეს ცნობიერად არ ხდება, არაცნობიერად ეწყება რაღაც საპროტესტო სიგნალები. ერთ-ერთი არის, რომ ენურეზი ემართება, ოღონდ ენურეზი ემართება არავის ლოგინში, დედასთან დაწოლას ითხოვს, იმიტომ რომ შიში აქვს ამ ამბის მერე და როცა დედასთან წვება, დედის ლოგინში ისაქმებს. ხო, ჩაისველებს. საკმაოდ დიდია იმისთვის, რომ ეს არ უნდა, ხო, ასაკობრივად არ უნდა ხდებოდეს. 5 წლამდე შეიძლება ნორმად განვიხილოთ, მაგრამ ამ ასაკში უკვე ეს ტრაუმის სხეულის სტერილსაც ეძახიან ამას ფსიქოსომატოლოგები. ხო და ეხა დედის თავს რა ხდება? დედას აქვს საშინელი დანაშაულის განცდა. როგორ გავიქეცი? მე რა დედა ვარ. ხო? და ფაქტობრივად იწყებს წყლის დასხმას ბავშვის იმ ტიპის ქცევებისთვის, მანიპულატორული, აი რაღაც ესეთი ისტერიკას აწყობს, ან რაღაცას, ხო, რასაც ისტერიკას ვეძახით, ხო? მოკლედ
ბავშვის манипуляციებს და ეს манипуляციები ძირითადად მიდის არაცნობიერად ცუდად ვარ. და ეს ცუდად ყოფნა გამოიხატება ხშირ ავადობაში, ხშირ ეხა ისედაც ასეთი ტრაუმის შემდეგ იმუნიტეტი ქვეითდება და შეიძლება თავისთავად ხშირი ავადობა იყოს უკვე ესა, მაგრამ დედა ამას წყალს უსხავს. ანუ ეს ორი ესა კვებავს ერთმანეთს. რა კვებავს დედის ამქცევას? დანაშაულის განცდა. ეხლა გადავახვიოთ უკან ეს ამბავი და ვთქვათ რეალურად რა ხდება. ხდება ის, რაც ჩემზე ადამიანზე მეტია. რაც რეპტილური ტვინიდან მოდის, ეს ინსტინქტია. და ეს ინსტინქტი, აი ჩვენ ხო ვთქვით, რომ გვაქვს სამი ტიპის რეაქცია: გაქცევა, გაშეშება, შებრძოლება. დედას ჰქონდა გაქცევის რეაქცია. დიდი რაოდენობით ადრენალინი გამოეყო, რომელმაც მისი კუნთური სისტემა მოიყვანა მწყობრში და ის გაიქცა და გოგონას ჰქონდა გაშეშების რეაქცია. პირიქით, ადრენალინი კი არ გამოიყო, ბევრი ენდორფინი გამოიყო, ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი, რომელმაც ფეხები ბამბებივით გაუხადა, გააქვავა და ანუ ეს იყო ჩემი ნების მიღმა ამბავი, რომელიც ჩემზე არ იყო დამოკიდებული, ინსტინქტი იყო და ხო, რა თქმა უნდა, ამ დედის და შვილის ურთიერთობაში ამ სიტუაციის განმარტებამ განმუხტვა პოვა და თერაპიულად ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს მოვიყვანე მაგალითად, როგორ შეიძლება დანაშაულის განცდამ მშობელს უბიძგოს იქეთკენ, რომ და ეს დანაშაულის განცდა სხვა რამის გამო შეიძლება ჩნდებოდეს. თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან დიდ დროს ვატარებ სამსახურში და მოვდივარ და ეს ჩემი ბავშვი მყავს მთელი დღე ციცასთან, ან ბებიასთან და ბაბუასთან, არადა ტირის, მეძახის, სხვა ასაკში სხვანაირად გამოხატავს, არ ვარ მისთვის საკმარისი და შეიძლება ამის გამო ბრალეულობის განცდა მე კიდე რაღაცა სხვა გამაკეთებინოს და ამიტომ პირიქით ჩვენ მუშაობთ იმაზე, რომ მშობელმა ეს გააცნობიეროს, იმიტომ რომ არავის სამყაროში არ უნდა უფრო მეტი სიკეთე, ბედნიერება და სიყვარული შენთვის, ვიდრე შენ მშობელს უნდა. მე არ გულისხმობ იმ მშობლებს და იმ ადამიანებს, რომლებიც ძალადობენ. ეს სხვა კატეგორიაა, მაგრამ აი მე ვარ ეხლა აი ამ მეინსტრიმულ, ასე ვთქვათ, სიტუაციაში, ჩვეულებრივი ოჯახები, დედები, მამები, ურთიერთობებით, სადაც არაფერი პათოლოგიური ცუდი არ ხდება და ჩვეულებრივი დინამიკა ცხოვრების, ხო? ამაზე ვლაპარაკობ. არავის სამყაროში იმაზე მეტად შენთვის სიკეთე არ უნდა, ვიდრე შენ მშობელს, უბრალოდ ზოგჯერ მან არ იცის ეს, როგორ გააკეთოს, რომ მასაც შლეიფა თავისი ჩვენ ხშირად ჩვენ მშობლებს ვიმეორებთ, ხო? ან პირიქით ვემიჯნებით, ზოგჯერ ვაცნობიერებთ, რომ აი ძალიან მკაცრი მშობელი მყავდა და მე შეიძლება ზედმეტად ლიბერალური გავხდე. ხო, მოკლედ ეს ამბებიც, ასე ვთქვათ, ძალიან დიდ გავლენას ახდენს. ძალიან, ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანი არის და მარტო დედა და მამა კი არა, ბაბუა, ბებია, ბიძა, ბიცოლა, იმის იქით, არ ვიცი, წინაპრებიც, ხო? კიდე ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, დღეს ვფიქრობდი გვარის წარმომავლობა. საქართველოში ხო ძალიან ბევრი გვარი არის, რომელიც გადაკეთებულია და არ არის, ვთქვათ, ის გვარის, ჩემი გვარიც ეგეთი არის, ანუ არ ვარ იმ გვარის მატარებელი, ანუ ჯერ ჩემი დიდი წინაპარი ვინც იყო პირველად აბსოლუტურად სხვა გვარი იყო, მე რაღაც გაიქცა, გამოიქცა რაღაც, გადაიკეთა გვარი. და მე როგორც დავიკითხე, ეგეც ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია. კი, ეს ისტორიები, რომელიც შეიძლება შენ არ იცი. არ იცი. არ იცი. მე დაისვა გავლენას ახდენს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა და მასზე მინდა ვისაუბროთ. ხანდახან ხდება ისე, რომ შეიძლება ძალიან მიეჯაჭო წარსულს. ანუ ხო არსებობს მაგის რისკი, რომ აი ხა როგორც მე ვიძახი, რომ აბა გამოვიკითხე ის და გამოვეკითხე ეს და მივედი იმასთან და აბა როგორ იყო მშობია, როგორ იყო მე ის, როგორ იყო მე ის. ხო არ ხდება აი ამ პროცესში იმისი დაკარგვა, რომ აი რასაც აწმყოთი ცხოვრების შეგრძნების დაკარგვა ხო არ ხდება და ხო არ ვეჯაჭვები წარსულს.
ხო, ზოგადად ეს დიდი გამოწვევაა თანამედროვე ადამიანისთვის და ძალიან ბევრი აქ და ამჟამად ყოფნის პრაქტიკა არსებობს და ადამიანს ეხმარება იმის გაცნობიერება, შენ ახლა აქ არ ხარ. შენ ახლა აქ არ ხარ და როცა მე შენ გესაუბრები, მე ახლა ამას შენ კი არ გეუბნები გვანც, ანუ ზოგადად. წარმოვიდგენ ხო ხო. ადამიანს, რომელთანაც ხო კი. აი როდესაც ჩვენ საუბრობთ, მე შენ ვერ გხედავ. საერთოდ ვერ გხედავ, იმიტომ რომ მე აქ ვარ, ჩემს თავში ვარ, ჩემს შიშებთან, ჩემს რადარი მაქვს რაღაც. ნუ ესეც ხა მოდის ხო რაღაცებს, რაღაც არ მინდა შემეშალოს. იმაზე კი არ ვფიქრობ შენ რა გითხრა, შენ რომ გიპასუხო. მე და მოგისმინო. მე მოსმენის თავი არ მაქვს, იმიტომ რომ აქ არის აზრების კორიანტელი, რომელიც არ უკავშირდება აწყოს. ან აზრების კორიანტელი, რომელიც რაღაცნაირად ჩარჩენილია წარსულში. ამიტომ თანამედროვე ადამიანისთვის აქ და ამჟამად ყოფნა არის ძალიან დიდი გამოწვევა. ჩვენი გონებით ან წარსულის ამბებში ვიქექებით, ან ისინი მოგდიან, ეს ხშირად ტრამბული გამოცდილების შედეგია, ინტრუზიულად როცა შემოდის რაღაცა ცუდი გამოცდილებიდან ფრაგმენტები შენს გონებაში, ან ზოგ შემთხვევაში ეს არის, როდესაც მე მეშინია მომავლის და აი მომავალთან ჩემი მაღალი შფოთვა მაქვს და სულ წინ ვახვევ ჩემ ცხოვრებას, სულ წინ გავურბივარ და შესაბამისად არ ვარ აქ. ხო. არადა ცხოვრება არის ეს მომენტი, ეს წამია. აი მეტი არც ეხლა ვიცი. ეს წამია ცხოვრება. ხო, ის ჩვენი ბიოგრაფია რაც იყო და აი ეს მიჯაჭვება და ზოგადად ჩაჭიდებაზეც მინდა მე რაღაც თქვა რა, აუცილებლად. რაღაცეებს რო ვეჭიდებით ადამიანები, ეს მიჯაჭვება წარსულზე, რა თქმა უნდა სიგნალია იმისი, რომ აქ მე თავს მაინც და მაინც კომფორტულად ვერ ვგრძნობ. ან რაღაც ესეთი შინაგანი მდგომარეობა მაქვს, რომ არ მაძლევს საშუალებას, რომ აქ ვიყო, აქ ყოფნა მიჭირს. ხო და მე უკვე აქ რა თქმა უნდა ზოგჯერ სპეციალისტის ჩარევა ხდება საჭირო. მაგალითად დეპრესია გარკვეულწილად რაღაც შლეიფად მოყოლილი წარსული მოუნელებელი ამბების გავლენაა და რა დევს ხშირად ძირში რო ჩახვიდე. არ ვარ საკმარისი, არ ვარ სასურველი, არავის უნდივარ, რა აზრი აქვს ჩემს ყოფას და ასე შემდეგ. ზოგადად მინდა ვთქვა, რომ ადამიანებს რაც დაატარებთ ამ სამყაროში და რასაც ისინი უფრთხიან, რასაც ისინი ემალებიან თავიანთ სხეულებში, ან პირიქით გადიან სხეულიდან, ეს არის სიკვდილის შიში ერთია და ეს ბუნებრივად მოყვება ადამიანებს. ასევე სიკვდილია ის მეორე, ეს არის უარყოფის შიში. რო ვიყო უარყოფი. უარყოფა, რო არ ვიყო უარყოფილი, რო არ მითხრან, არ მითხრა სამყარომ, ხო? და აი ამის შიში ცხოვრება, ეს არის ყველაზე მძიმე ტვირთი ადამიანისთვის და რა თქმა უნდა ძალიან დიდი გავლენა აქვს დაბადების შემდგომ რა ხდება, ხო? მე რომ მოვედი სტუმრად ამ სამყაროში, როგორი მასპინძელი ხარ? რას აკეთებ იმისთვის, რომ მე თავი უსაფრთხოდ ვიგრძნო, იმიტომ რომ ადამიანის თავარი მოთხოვნილება უსაფრთხოებაა და ეს უსაფრთხოება ძალიან დიდ კავშირშია იმასთან, მე მიიღებენ თუ არ მიიღებენ. თუ კი შენ ჩემს გვერდით ხარ, კარგად რეზონირებ, ვინიკოტის სარკე გავიხსენოთ, ხო? საკმარისი მშობელი გავიხსენოთ და ჩვენ აი ამ თანარეგულირებაში ვართ, მე მაშინ მეძლევა უსაფრთხოების განცდა და მე რომ ვარ პირველი წლის ბოლოს, მე არ ვარ ჭირვეული ბავშვი, საკმაოდ შვიდი ბავშვი ვარ. კი, დედა რო წავა, მე ვიტირებ და ეს ძალიან ნორმალურია. ხო, იმიტომ რომ მე ჯერ კიდე არ მაქვს ისა, რომ დედა დაბრუნდება, მაგრამ ეს მოვა ასაკთან ერთად, გავეტირები. მაგრამ როცა დედა შემოვა, მე დამშვიდდები. ანუ მე უსაფრთხოდ ვგრძნობ, მარტო დედაზე არ არის აქ ლაპარაკი. ანუ ხა მიჯაჭვულობაზე ვლაპარაკობთ, როგორც ერთ-ერთ მთავარ ფუნდამენტზე, რომელიც ქმნის ადამიანის
ფსიქიკურ სტრუქტურას. ეს არის ჩვენი ფსიქოლოგიური ხერხემალი. ამაზე მიჯაჭვულობა? ვგავართ ჩვენ, ხო? ეს არის ხერხემალი. აი, ხერხემალი მართლაც თუ პიროვნებას აქვს ხერხემალი და ზოგადად ხერხემალი, კისერი, ეს ის ადგილებია, რომელიც ჩემი თავის აღქმას ეს ეგოს ნაწილია, მაგალითად კისერი, ხო? ანუ ეხლა ძალიან რო არ წავიდე ამ სხეულის იმაში, ხო? აი ამ ხას გავყვები. მაგალითად, მეორე სცენარია, რომ არის ჩემს გვერდით მშობელი და არა აქვს ჩემთან ემოციური კავშირი. განრიდებულია. შეიძლება დეპრესიაშია. აქ ეხლა ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ, იმდენი გვერდითი ძალიან საკითხები ბევრი. შემოდის. იმდენი, რომელიც პოლიტიკას, სოციალურ პოლიტიკას უკავშირდება. თუ გვექნება დრო, თქვათ მაგაზეც, მაგრამ ჯერ ამ ხას მინდა გავყვე, არ მიყვარს ეს კი, აქეთ-იქეთ კი, კი, სწორედ. გადასვლა, გადმოსვლა. ესე იგი, არ ვარ მისგან მხარდაჭერილი, ვერ მხედავს. გამჭვირვალე ვარ. ძალიან ბევრჯერ ეხლა მე ვახმოვანებ ადამიანების ნათქვამებს. განრიდებულია, გასულია. ანუ მე როდესაც მჭირდება, ვერ ვიღებ არ ამ არის. მხარდა. არ არის. მმ. არ არის თვალები. მმ. დედის ხო, სიცარიელია ამ ადგილას, დედის თვალები არ არის. მმ. დედის შეხება არ არის, დედის თბილი ხმა არ არის. რამხელა მნიშვნელობა აქვს ბავშვი რო იბადება, ჩახუტებას, შენი ხმის მოდულაციას, როგორ ეპასუხები, ის რო გაგიჟებული ტირის და ქვეყანას, შენ რასაკეთებ, შენი ხმის მოდულაცია რო ხელში როგორ აკყავს, როგორ მზერას, ამას წინათ რომ ნახეთ ვიდეო, საოცარი, პატარა ერთწლამდე ბავშვს, ბებია რო, ხო, ეს ხო კატასტროფაა, ხო? ანუ მან შემოვიყვანოთ უბრალოდ დავამონტებ როგორც დედა, ისე მამა და კი, ისე რა ოჯახის თქმა წევრი, უნდა. რომელიც ურთიერთობს ამ ხო, ბავშვთან. რა თქმა უნდა, მაგრამ აი როგორც ფსიქოანალიტიკოსები ამბობენ, ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, პირველი დედა. ობიექტი მუცლად ყოფნის ასაკში და ორალურ ფაზაში, როცა ძუძუს წოვს ბავშვი, დედა არის მთავარი ფიგურა. დღეს ეგრე. ეს არ ნიშნავს, რომ მამა განზე უნდა იდგეს, მამა ძალიან, მაგრამ მამა მერე მერე შემოდის და შემოდის. შემოდის ძალიან მნიშვნელოვანი, მამა განსაზღვრავს ძალიან ბევრ რამეს კი. ბავშვის ცხოვრებაში. ეს არის ხერხემლის, აი შენი ზურგის უკან ზურგია მამა. ხო. აი რაღაც ესეთი როლი აქვს მას ცხოვრებაში, ხო, შენი მორალური სიმყარისთვის, შენი ემოციური სიმყარისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა. მოდი ახლა აი ამ მიჯაჭვულობის კი, ამბებს რომ აუცილებლად. დაუბრუნდეთ, ხო, განრიდებულია დედა. მშობელი, სრულველი პირი. ეს შეიძლება ბებიაც იყოს, შეიძლება მშობელი საერთოდ არ იყოს. მიჯაჭვულობა, როგორც ბოულბი ამბობს, ნებისმიერ პირთან არ არის აუცილებელი, რომ ბიოლოგიური მშობელი იყოს. ნებისმიერ პირთან შეიძლება ჩამოყალიბდეს, ვინც ბავშვზე სრუნავს. მათ შორის მაგრამ ძიძა როგორი კი მაგალითად, ხო? ბატონო და რაც უფრო მეტი მიჯაჭვულობის ობიექტი ყავს ბავშვს უსაფრთხო მით უფრო კარგი ხერხემალი აქვს მას, ხო, ეს მეტაფორაა ხერხემალი, ხო, მით უფრო მყარად, უსაფრთხოდ გრძნობს ის თავს ამ სამყაროში. ეხლა როდესაც განრიდებული არის, ხო, აღმზრდელი, სრულველი პირი, აღარ დავაკონკრეტოთ დედა, იმიტომ რომ აქ სხვებით შემოდიან, რა თქმა უნდა, რა სწავლობს ბავშვი? ბავშვი სწავლობს საკუთარი ემოციების დამალვას, გარს იკეთებს, შეშდება თითქოს, აი ხშირად ამბობენ ადამიანები, რომ არაფერს არ განვიცდი, სიცარიელეს არ განვიცდი, ან ადამიანი, რომელიც უფრთხის ღრმა ემოციებს, ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ აი მაგალითად, საიდან მოდის ის, რომ ჩვენ არ ვითხოვთ დახმარებას. ეს შეიძლება ამ ტიპის დამოკიდებულების ანარეკლი იყოს ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ მე ვისწავლე, რომ მე თვითონ უნდა ვიზრუნო, მე ვხდები ჩემი თავის მშობელი. მე ვარწევ ჩემს, აი გაიხსენეთ ეს მოძრაობა. ხო? მე ვარწევ ჩემს თავს იმისთვის, რომ ეს რწევის რეაქცია სიმშვიდესთან, ხო, აუტო გრუმინგის რეაქცია და რატო არის, რომ ხშირად
ბავშვთა სახლებში, ან აი ესეთ ბავშვებს აქვთ ეს ხო, მოძრაობები, ხო. ხო, ეს ხო, მე ვარ ანუ მე ვხდები ჩემი თავის მშობელი, მე არავინ არ მჭირდება, მე არა ვარ გამზიარებელი ტიპი, მე გარსი მაქვს, კანი გაუხეშებული მაქვს და როცა გავიზრდები, მე არ შევალ ღრმა ურთიერ, მე მეშინი ამის. აჰა. რომ მე ბაქშიში რომ მე მატკენე აჰა. და მე დავისწავლე რომ არ არის შენ მაინც ვერ მიიღებ იმას რაც გინდა ამიტომ ჯობია რომ თვითმკმარი იყო თვითმკმარი კარგი გაგებით არა ხო და ეს უკვე აი ამ მექანიზმს აყალიბებს და რას ამბობს ბოულბი ამბობს რომ შიდა მუშა მოდელებს ეძახის ამას რაც ყალიბდება დაბადებიდან 3 წლამდე ასაკში აი ამ ურთიერთობების შედეგად ანუ ეს რა არის შიდა მუშა მოდელები არის ჩვენი კოგნიტური სქემები წარმოდგენების სამყაროზე მაგალითად როგორი ვარ მე როგორია სამყარო როგორია სხვა ადამიანი ამ შემთხვევაში მე რა ვისწავლე თუ კი ასეთი გარემო დამხვდა თუ კი ასეთი მიჯაჭვულობა ჩამომიყალიბდა მე ვისწავლე რომ არავის ნდობა არ შეიძლება არავის არ უნდა თხოვო დახმარება არავისთან არ უნდა გაიხსნა და უნდა იყო ურთიერთობაში ზედაპირ დასრულობაში ეს ადამიანები პარტნიორებს იცვლიან ხშირად არავისთან არ შედიან ღრმა ურთიერთობებში დაიტანჯება მოკვდება მაგრამ არ მივა არავის არ თქვა აი ესეთი ბევრი მე კედელი არაფერი აშენებული, არ ხო. კედელია ყინული ეს ადამიანი. ყინულია აი ეს არის ეხლა ვნახოთ მესამე სცენარი ეს არის როდესაც მე ხან ვიღებ მესიჯს რომ სიყვარულის ობიექტი ვარ და ხან ვიღებ მესიჯს რომ არა ვარ სიყვარულის ძალიან ობიექტი საინტერესოა. ხო აი ეს როდესაც ეს ამბივალენტურობაა ჩემს გარშემო ხო ხან მაქვს ეს კი სამყაროსგან და ხან არა მაქვს სამყაროსგან შესაბამისად მე ვერ ვარ დარწმუნებული მეორე ადამიანში და უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობ ანუ მე არა მაქვს განცდა რომ უპირობო სიყვარულის ობიექტი ვარ მე მაქვს განცდა რომ რაღაცა პირობები არსებობს სამყაროში რომელიც მე უნდა დავაკმაყოფილო იმისათვის რომ მე მიმიღონ და მე ვხდები სიყვარულის მარადიული მაძიებელი მე დავდივარ სამყაროში ხელგაწვდილი იმისათვის რომ მივიღო სიყვარული და ეს სიყვარული არასდროს არ არის საკმარისი და მე ყოველთვის ეჭვმეპარებ ამიტომ მე ვატარებ ექსპერიმენტებს სიყვარულზე ტესტებს ვატარებ ჩემ შეყვარებულთან ჩემ საქმიან პარტნიორთან ყველგან ეს უკვე პატერნი გახდა ეს უკვე როგორც ესე ვთქვათ სქემა ჩამოყალიბდა რომ მე არ ვარ უპირობო სიყვარულის ობიექტი მე რაღაც ვალი მაქვს სამყაროს და სულ ეს ვალი უნდა გადავიხადო და აი სარკე რო გავიხსენოთ დედის სახე როგორც სარკე და სხვა შორის ვინიკოტი საუბრობს ჭეშმარიტ მეზე და მცდარ მეზე და ჭეშმარიტი მე იკარგება მაშინ როდესაც მე ვალდებული ვხდები ეს შეკვეთები შევასრულო, რომელსაც აი ამ სარკეში ვხედავ, ხო? როდესაც მე მეუბნებიან ეხლა, რომ არ ვარ სასურველი. ეხლა ნახეთ, ბავშვის ცხოვრება როგორი დრამატულია, იმიტომ რომ ბავშვი თავისი აზროვნებით არის ეგოცენტრული. რას ნიშნავს ეგოცენტრულობა? ნიშნავს იმას, რომ სამყარო თავარი ობიექტი ვარ მე, ყველაფერი მე მიკავშირდება და ასე შემდეგ. და შესაბამისად მე ჩემს გარშემო ადამიანების ქცევას ვთარგმნი ჩემს კოგნიტური წარმოდგენების მიხედვით. აი მაგალითად დედასთან რომ მივედი. დედას რო ხელები ცომში აქვს, რაღაცას აკეთებს, ან ბებიასთან, ან მამასთან მივედი, რომელიც რაღაცას აჭედებს, ან გაზეთს კითხულობს, ან კომპიუტერშია თავჩარგული. მივედი რაღაცა მინდა ვუთხრა. სკოლის ამბავი მოვუყვე, ან რაღაცა ჩემი მარცხის შესახებ, ან სიხარულის შესახებ და უცებ ხდება პასუხი. რომ კაი რა წადი შენ თავი არა მაქვს არ ცალია რა ვერ გაიგე როცა ჩემ ოთახში შევდივარ რომ არ უნდა შემოხვიდე ეხლა მე ეს დრო მჭირდება კი ბატონო შენ შეიძლება ეხლა ეს დრო გჭირდება მაგრამ ბავშვმა
ეს ყველაფერი წაიკითხა როგორც არა, როგორც უარყოფის, არ სიყვარულის სიგნალი და ეს მისთვის მტკივნეულია. მიუხედავად იმისა, რომ შენ შეიძლება მეორე წუთში მიხვიდე მოუბოდიშო, მას უკვე ეს ხო, დამახსოვრებულია. ანუ ეს ამბივალენტურობა ძალიან რთულია. ერთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, შეიძლება ძალიან საინტერესო შეიძლება იყოს, როდესაც ბავშვი მიდის მშობელთან, რაღაცას ეკითხება, რაღაცას თხოვს და ამ დროს მშობელს არ ცალია და აკეთებს ესეც რაღაცა. ან აძლევს ტელეფონს, ან პლანშეტს, ან კომპიუტერთან სვავს. თავიდან იშორებს. ხო, ამ შემთხვევაშიც იგივე რაღაც ხო გვაქვს. და მე კიდე რა მგონია, იცით, რომ ბავშვი, მე ხო არის თამაშებზე დამოკიდებული, კომპიუტერზე დამოკიდებული ბავშვები, რომლებიც ჩემს წარმოსახვე, ჩემს ლოგიკაში ესე ჯდება, რომ იმისთვის ის არის სითბო, სიყვარულეც, იმიტომ რომ ის რომ უნდა არ მისცეს და მე აქ გაუშვეს და ამასთან ასოცირდა გაქცევა, კი ბატონო, მარტოობასთან არის ძალიან დიდ კავშირში. მიტოვების მდგომარეობასთან არის ძალიან დიდ კავშირში. აი ნახე ახლა რაც მოყევი შენ, რა გამახსენა ამან. და კარგი მეტაფორა იქნება, რომ გასაგები გახდეს ახლა რა ხდება მაგ დროს. მაგალითად, ბავშვი ტირის, ჩხავის და რაღაც სიგნალს იძლევა და შენ ვერ ხვდები რა სიგნალია ეს და იღებ და ძუძუს ჩრი პირში და ბავშვი კიდე უფრო, ამიტომ ეს არ უნდა ბავშვს, სხვა რამ უნდა. ხვდები? და შენ ამას ატენი. და ეს უკვე ბავშვისთვის დამაზიანებელია არა მარტო არასაკმარისი რძე, არამედ ჭარბი რძეც. ამ შემთხვევაში, როცა რაღაცას, ეხლა ეს ორივე არასაკმარისი რძის ამბავია, ანუ ბავშვს უნდა რაღაც სხვა, ანუ შენთან კონტაქტი უნდა, რაღაცის გაზიარება უნდა და შენ თავიდან რაღაცას ჩრი პირში, რაღაცას ჩამნაცვლებელ ობიექტს აძლევ, რომელიც მისთვის საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი და ეს ხდება მისი აუტოგრუმინგის იარაღი. ამით ხო, ძალიან სწორია რაც თქვი, იმიტომ რომ ამით შეიძლება ზუსტად წყალი დაუსხა იმას, რომ მან ასე დაისწავლოს აი ამ რაღაც სიცარიელის, განცდის, ან რაღაცა იმის დაკმაყოფილება ბრჭყალებში. ეხლა აი ამ ამბივალენტურ მიჯაჭვულობაზე მინდა ვთქვა, იმიტომ რომ ეს ძალიან როგორი ხდება ადამიანი, როგორია ის ურთიერთობაში. ნახეთ რას აკეთებს. აი თუ ვინმე გამოჩნდა მის ცხოვრებაში, უკვე დიდობაში და ეს პატერნი მიყვება მთელი ცხოვრება. თუ აქ არ მოხდა, ან თვითონ არ გააცნობიერა, ან სპეციალისტი არ დაეხმარა, როგორ მიყვება? შედის ურთიერთობაში და რაც შეიძლება დიდ ინვესტიციას დებს, ყიდულობს სიყვარულს, თან ყვება მეორე. აქ წამყვანი არის მიტოვების შიში. ყველაფერს რო აძლევენ, ყველაფერს აძლევს, ყველაფრის გამხებია და რა თქმა უნდა, ვერ იღებს შესაბამის პასუხს და ეს პასუხი არასდროს საკმარისი არ არის და რჩება ყოველთვის იმედგაცრუებული. მეორე მომენტი ჩაჭიდების. ეჭიდება პარტნიორს. გასაქანს არ აძლევს. ანუ აქ შემოდის ეჭვიანობა ყველაფერი, ხო? ეჭვიანობა შემოდის ეს ტოქსიკურ ურთიერთობას, რასაც ადახარ, რას აკეთებ, რას ფიქრობ. ანუ აი ეს რაც უფრო ნახეთ ახლა ჩაჭიდება რას იწვევს, რაც უფრო ეჭიდები, მით უფრო გარბის მეორე ადამიანი, ამიტომ ისინი იოლად კარგავენ პარტნიორებს, შეყვარებულებს, საქმიან პარტნიორებს, ენგრევაცულ ურთიერთობები, იმიტომ რომ შიში, რომელსაც აი ასეთი ამბივალენტური ტიპის მიჯაჭვულობის შედეგად ჩამოყალიბებული შინაგანი რწმენები იწვევს, მიტოვების შიში აკეთებინებს ადამიანს ამას. ან მესამე სცენარია კიდე, როდესაც შენ იმდენად გეშინია მიტოვების, რომ
შენ თვითონ ტოვებ. რომ რომ არ ასწრებ, ხო? განიცადო, დაასწრებ, რომ არ განიცადო. ამიტომ პარტნიორების ხშირი ცვლა შეიძლება იყოს. ანუ ნახეთ ახლა საიდან მოდის თურმე ეს სცენარები, აბა. როგორი ღრმა ფესვები აქვს ამას ყველაფერს, ხო? თუ ახლა ამას ჩვენ დაუმატებთ კიდე მუცლად ყოფნის პერიოდიდან გამოყოლილ, ესე იგი, აი ამ ეგზისტენციალურ სირცხვილს და შიშს და ასე შემდეგ, ხო წარმოგიდგენიათ ეგ როგორი ღრმა პრობლემებში შეიყვანს ადამიანს. არის კიდე დეზორგანიზებული მიჯაჭვულობა, როდესაც საერთოდ არასასურველია ბავშვი, როდესაც ბავშვი ვერანაირ მხარდაჭერას ვერ იღებს და ნახეთ, როდესაც მშობელი თვითონ არის საშიში არსება. აი აქ უკვე მე რო ვთქვი წეღან, ხო, რომ აი კიდე ერთი კატეგორია მშობლის, რომელსაც ახლა ჩვენ აქ ვერ შემოვიყვანთ, მეთქი ხო. როცა სიყვარულზე კი. ვლაპარაკობდი, ხო? როდესაც აი თქვენ წარმოიდგინეთ როგორია სამყარო, როდესაც მშობელი არის შენთვის ყველაზე საშიში ადამიანი. მოძალადე მშობელი, ხო? მოძალადე მშობელი. აქ იგულისხმება ყველა ტიპის ძალადობა, უგულებელყოფა, ძალადობის ყველაზე მძიმე ფორმა, აქ იგულისხმება ფიზიკური, ემოციური ძალადობა, აქ იგულისხმება სექსუალური ძალადობა, რომელიც შეიძლება ზუსტად იმ პირისგან მოდიოდეს, რომელსაც წესით შენი უსაფრთხოების ფუნქცია აქვს ამ სამყაროში, და ეს დეზორგანიზებული მიჯაჭვულობა იწვევს ძალიან მძიმე დარღვევებს, ძალიან მძიმე ემოციურ ქცევით პრობლემებს და ამ ადამიანებს არიან არაპროგნოზირებადები, ისინი ხშირად ანტისოციალურები ხდებიან. თუ რა თქმა უნდა ეს არ არის ესე, რომ აუცილებლად და ჩვენ ახლა გავწირეთ ადამიანი, რა თქმა უნდა სამყარომ ეს შესწორებები უნდა შეიტანოს და ეს ადამიანები ასეთი ტიპის ყოველთვის სახელმწიფოს უკვე სახელმწიფოს ზრუნვაში შესვლის კანდიდატები არიან, როდესაც დისტანცირება უნდა მოხდეს, ხო? მისი და შენ ისეთი გარემო უნდა შეუქმნა, რომელიც კომპენსაციას გაუკეთებს და არა ისეთი გარემო, რომელიც მე ძალიან ბევრჯერ ყოფილ ვარ ამის შემსწრე როგორც პრაქტიკოსი, რომ ბავშვი ერთი ძალადობრივი სისტემიდან მეორეში გადადის, მესამეში გადადის და ანუ რას აი გულისხმობ ასეც ძალადობრივი სისტემიდან აი გადის? მაგალითად გაიყვანეს ოჯახიდან, ხო? სოციალურმა სამსახურმა იმის გამო, რომ იქ ძალადობის კერა, ხო. იქ უგულებელყოფა ხდება ბავშვის და საშიშია ეს გარემო ბავშვისთვის, გაიყვანეს, მაგრამ მოხდა ახალ გარემოში, სადაც ასევე ძალად, ხო, მცირე საოჯახო ტიპის სახლია ეს, ან რაღაცა სხვა ტიპის დაწესებულება, და არ სადაც ირჩევა სპეციალურად სად გადაიყვანენ? უნდა ირჩეოდეს, მაგრამ უნდა არა. ხდებოდეს, რა თქმა უნდა, ეხლა ეს კიდე ისეთი პრობლემებია, რომელსაც ჩვენ ვაკოწიწებდით ამ ქვეყანაში, ბავშვზე მორგებული ზრუნვის სისტემა რო ყოფილიყო, სოციალური პოლიტიკა რო ისეთი ყოფილიყო, მეცაც გეტყვით, რომ ტრავმაინფორმირებული მიდგომები დანერგილიყო სხვადასხვა ინსტიტუციებში, რომელიც ბავშვს ზრუნავენ, ეს იქნება მცირე საოჯახო ტიპის სახლი, თუ ეს იქნება რაიმე სასჯელახსრულებითი დაწესებულება, თუ რა ვიცი, მაგრამ ეს ყველაფერი ახლა პოლიტიკაში გადავალთ და ინგრევა დღეს, რეალურად ინგრევა, რეალურად საზრის კარგავს, იმიტომ რომ ავტოკრატულ დიქტატორულ სისტემაში ბავშვზე ორიენტირებული ზრუნვა, ეს არის ილუზია და ეს არის თავის მოტყუება, ამიტომ ჩვენ რა მდგომარეობაშიც დღეს ვართ და თუ განვიხილავთ ბავშვს როგორც სამყაროში, სისტემაში მყოფ ადამიანს, სადაც ძალიან დიდ გავლენას ახდენს გარემო, რა თქმა უნდა, ეს რაც დღეს ხდება სამყაროში, არა მარტო ჩვენთან ზოგადად სამყაროში და თუ დავკონკრეტებით ჩვენს ქვეყანაში, ძალიან ძალიან დიდ გავლენას მოახდენს ჩვენს მენტალურ შინაგან მდგომარეობაზე და აი ჩვენ ხო ვლაპარაკობთ, რომ 90-იანი წლები ვინც გამოიარა, ამ ადამიანებს ხო აქვთ გარკვეული პრობლემები, ხო? და ეს ხო 90-იანი წლების შვილები არიან. ბევრმა გამკლავება ისწავლა, ბევრი ძალიან ძლიერია, მაგრამ ვიღაცისთვის რაღაცა გადაულახავი აღმოჩნდა, ხო? რატომ არის ქვეყანაში ამდენი წამალდამოკიდებული ადამიანი?
ხო, და თუნდაც რატომ სულ არის სასმელ გაბორ დამოკიდებული. მატე არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სპეციალისტი, რომელიც დამოკიდებულების პრობლემებზე მუშაობს და ის კითხვას არ სვამს, რატომ ტკივილი. იქ სადაც ძალიან ბევრი ტკივილია საზოგადოებაში. ძალიან იოლია, რომ ადამიანებმა ამ ტკივილებთან გამკლავების დეზადაპტური გზები დაისწავლონ. გაქცევა დაისწავლონ. ზოგჯერ ადამიანი ტკივილს იყუჩებს იმ რაღაცით. ძირითადად. დაბუჟების მდგომარეობაში გადაყავს, ხო? და იქ სადაც ბევრი ტკივილია, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალი ალბათობა ემოციური, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების, დამოკიდებულების და საზოგადოების ვერ განვითარების, წინ ვერ წასვლის. და სხვათა შორის სისტემა, რომელიც დასჯაზეა ორიენტირებული, ხა მინდა რომ შევეხოთ მორალურ მხარესაც ადამიანის, ხო? დასჯაზე ორიენტირებული აღზრდის სისტემა, მაგალითად, ხო? სად ტოვებს ადამიანის მორალს? ეს ჩვენ შეიძლება ლოკალურ დონეზე განვიხილოთ და შეგვიძლია ეს გავაფართოვოთ მთელ სამყაროზე. ყველაზე დაბალი მორალი რა არის? რომ მე რაღაცას არ ვაფუჭებ, იმიტომ რომ დასჯის მეშინია. ხო? ეს არის 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვის მორალი. მისთვის ეს მორალი აბსოლუტურად ნორმალურია, მისი განვითარებიდან გამომდინარე. როდესაც შენ ქმნის სისტემას, სადაც ადამიანი სამყაროში მოძრაობს დასჯის შიშით, მას ტოვებ აი ამ დაბალ მორალში. ეს არის დავიწყოთ ოჯახიდან. გააქვს ტოტალური, ავტოკრატული, დიქტატორული ნორმები ქცევის ოჯახში. იცოდე რომ შვილს წირავ დაბალი მორალური განვითარებისთვის. ის მოპარვაზე უარს იტყვის მხოლოდ იმიტომ, რომ არ დაიჭირონ. და ასევე სხვა რაღაცებს. თუ შერჩება მოპარვა, მოიპარავს. თუ ამის გამო ის არ დაისჯება, ნახეთ როგორი მორალური გარყვნა ხდება ადამიანის, როცა ასეთ სისტემაში იზრდება ის, ხო? ასევეა სახელმწიფოც. საზოგადოება დეგრადირდება იქ, სადაც შიშით იმართება საზოგადოება. სადაც კანონი არსებობს მხოლოდ იმისთვის, რომ ადამიანისთვის რეპრესიული იარაღი იყოს. განსაკუთრებით თუ იქ ისჯება ადამიანი, რომელსაც არაფერი დაუშვებია, უკვე იშლება ზღვარი მორალურ და ამორალურ ქმედებას შორის და სრული მორალური devalvatsiya ხდება. სრული განუკითხაობა ხდება. ჩვენმა ქვეყანამ ეს გამოიარა უკვე გასული საუკუნის 30-იან წლებში, ხო? რაღაცა წილად რაღაც ძალამ ჩვენ ამას გადაგვარჩინა, ხო? ჩვენ წამოვიღეთ, არ დავკარგეთ რაღაცეები, ხო? რაღაც ძვირფასი შემოუნახეთ, გამოვატარეთ ეს საზიზღარი 70 წელი და ეს დღემდეა მოსული, ხო? და დღეს დგას ისევ საშიშროება, რომ ამას დავკარგავთ. იმიტომ რომ ჩვენ ადამიანის ნელა-ნელა ვაკვირდები, ჩვენ ადამიანის სახეს კარგავთ ნელა-ნელა და სხვათა შორის ვისაც აინტერესებს, შეუძლია ვიქტორ ფრანკლის წიგნში წაიკითხოს რა ემართება ადამიანს და ეს სისტემა ფაშისტური, სადაც ის ხვდება, ეს ხო ნებისმიერი ოჯახი შეიძლება გახდეს მაგის ანალოგი, ხო? იქ სადაც შენ კონტროლი არაფერზე არ გაქვს, იქ სადაც შენ მუდმივი საფრთხე გაქვს, რომ აღარ იქნები, განადგურდები, როგორი დეგრადირება ხდება ადამიანის და მაგალითად ვიღაცას რო ჩაგრავენ, შენ რომ გამოესარჩლე და მე შენ რომ აღმოჩნდი მთავარი ჩაგვის ობიექტი, იმიტომ რომ შენ გამოესარჩლე. ესეთი მაგალითი აქვს, მოყვანილი სული შემძრელი მაგალითია ეს. როდესაც ადამიანს დახვრეტას უპირებენ და ვერ აიტანს რატორისთვის, ხო, უსამართლობას და გააპროტესტებს ადამიანი. და შემდეგ მას უპირებენ
მას ასე ვთქვათ, მის დასჯას იწყებენ და ის ადამიანი, რომელსაც ეს გამოესარჩლა, იწყებს ამ გამოსარჩლებელის ცოცხლად დამარხვას. ადამიანმა ასე შეიძლება დაკარგოს შიშით გამო თავისი სახე. ადამიანობა, ხო? დღეს ყველაზე მთავარი შიში ჩვენ რაც ჩვენს სამყაროში რაც დგას, არა მარტო საქართველოში. ეს არის შიში იმისა, რომ არ დავკარგოთ ადამიანის სახე. ძალიან დიდი მადლობა ბოლო ნაწილისთვის განსაკუთრებულად და ბოლო ნაწილისთვის განსაკუთრებით, იმიტომ რომ კი ეგ შიში არსებობს, ეგ ფიქრი არსებობს, ფიქრი დანახული ქმედებაშიც არსებობს უკვე და არარეალურს არაფერს არ ყვებით, რომელიც ახლა თქვენ მოყავით და მადლობა მაგისთვის. და მადლობა გვანცა რისთვის, რომ მე მართლა გულწრფელად ვიტყვი, ეს არის პირველი ინტერვიუ, როდესაც მე თავიდან ბოლომდე ვთქვი ის რისი თქმაც მინდოდა, როგორც სპეციალისტ, როგორც ადამიანს. ეს იყო ძალიან კომფორტული გარემო და რაღაცნაირად შეიძლება ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ მე ესეთი ინტერვიუ აქამდე არ ვქონია. ურმესი მადლობა, გულწრფელად ვამბობ. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მიხარია. მე გიხდით მადლობას, იმიტომ რომ ძალიან სიღრმეებში ჩავედით და ჩემ პირველ რიგში ჩემთვის გააზრებები მოვიდა ბევრი და ვიცი რომ ჩემ მაყურებლისთვისაც ძალიან ბევრი გააზრება მოვა და ბევრ რაღაცას სხვანაირად შევხედავთ, იმიტომ რომ მე მგონია რომ აი ხო არის ერთ-ერთ ეპიზოდში ვამბობ, ხო არის ადამიანები აკეთებენ რაღაც საქმეს, ხო? არ ვიცი, ქვეყნისთვის, ერისთვის. მე მგონია რომ ეს პოდკასტი იმ ეტაპზე გადავიდა უკვე, რომ მართლა საზოგადოებისთვის კეთდება საქმე ძალიან დიდი, იმიტომ რომ მე მგონია რომ საზოგადოების ცნობიერების შეცვლა და დანახვა რაღაცის სხვანაირად, შიგნით ჩატრიალება და იქიდან რაღაცების გააზრება ალბათ მოგვიტანს იმას, მე რაც მომავალში ყველას გვინდა რომ მოგვიტანოს რა და მაგიტომ სულ ესე რომ ბევრი მინდა რომ ვიყოთ, ბევრმა მინდა რომ უყუროს, რომ რაღაცა სხვანაირად დაიწყოს ჩვენში პროცესები. ამიტომ მადლობა უღრმესი ყველა სიტყვისთვის, რაც იყო აქ თქმული და ხო, მე მგონია რომ ჩვენ შევხვდებით. მომავალში აუცილებლად და კიდევ ბევრს ვისაუბრებთ საინტერესო თემებს. მადლობა. მე მზად ვარ. და ჩემს მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ თუ უყურებთ ვიდეოს, მოიწონეთ, გთხოვთ და გამოიწერეთ პოდკასტის არხი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ეს არის ის, რასაც ჩვენ ერთად ვაკეთებთ, ეს მარტო ჩემი არ არის, თქვენიც არის და ჩვენ ერთად უნდა გავიზარდოთ აუცილებლად. მადლობა.